აი ვიზეც იწერებოდით ყველა ერთად მოვიყვანეთ აგერ. გადმოგეცემა პლუს 2 IQ აქედან წახვა. შეგა ჩაიდგა პრინციპ. შეიყვანო და სამნიშნა გახდება. მაგდეს ვერ ახდება, ჯერ ორნიშნა უნდა გახდეს როგორმე. ეს ინგლისური ტექსტია. მიმაგუ. აი ამით თუ გამაჟეს ეხა მივიდივარ მე ბალანგეთ. გავიდე. უსაყვარლესი კამანდა, მოხუცი და მოხუცის აღმზრდელი. ის ნარგონე ფიქრობ. არა, ვერ დავაფიქსირებ, მაგრამ. რა ვერა, მიდი ბიჭო. ვინც არის კავს შამპანიურს არასვავს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარიო ნათქვამია და ჩვენს ვუჯერებთ წინაპრების სიბრძნეს და ვიწყებთ მაძიებლის მეოთხე სეზონის მთავარი სასეზონო ბადის პირველ თამაშს. გამარჯობა მეგობრებო, აპლოდისმენტები. ძალიან კაი. მოკლედ სამი სეზონია. არ ვიცი მე რა, დილიდან ღამემდე იწერებოდით კომენტარებში ის მოიყვანე, ეს მოიყვანე და აი ვიზეც იწერებოდით ყველა ერთად მოვიყვანეთ აგერ. სალამი ხალხო, როგორ ახართ? მოგესალმებით, მოგესალმებით. აჩი, მახარა, ტატო და კალა არიან ჩვენი პირველი თამაშის. ვიწრო შემოსასვლელი რო არ იყოს, გადაკოცნდი, მოვიდოდი, მაგრამ ამ ეტაპზე. ჯიგრები ხართ, ესე შეიძლება ტელეპათიურად. მაგრამ გადაკოცნაზე უარს რატო იძახი? ამაზე მე წამყვანს. მაგას გემ მზად არ იყავი შენ ამის. დღეს კიდევ ბევრი იქნება ესეთი ექსცესები, მაგრამ მოკლედ ჩვენი პრესეზონის თამაშიდან უკვე გაიგეთ რაღაც სიახლეების შესახებ, მათ შორის იმაზე, რომ ამ სეზონიდან უკვე ორ-ორი ადამიანი შეეჯიბრება ერთმანეთს, იმაზეც რომ რაღაც საინტერესო ამბები გვაქვს მოსალოდნელი ამ სეზონში და მთლიანად იუთუბერების სეზონია ეს სეზონი, მაგრამ აი ახლა უშუალოდ იწყება უკვე სეზონი მისი მთელი თავისი რაღაცა თავბრუდამხვევებით და ამბებით. მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის და ბოლომდე საინტერესო წავა ისევე როგორც პრესეზონის თამაში იყო. მეგობრებო, მე პირველ რიგში მადლობა უნდა გადაგიხადოთ არა მხოლოდ მოსვლისთვის, არამედ იმისთვის, რომ აი მაძიებლის მორალურ თუ ფიზიკურ მხარდაჭერას თქვენგან გრძნობდი დასაწყისიდან. და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ახალი პროექტი რო იყო, მაშინვე ვიგრძენით თქვენგან ეგ მხარდაჭერა. მეოთხე სეზონამდე რატო არ დაგვიძახეთ? მეოთხე სეზონამდე ვერ შეკრა ტელეფონის ნომრები 4-ი, აი ხან აი მე უნდა გავამართლო და თქვა რომ მე ძახდა თავიდანვე, მაგრამ უარზე ვიყავ. ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. ყველა ერთად ხო ხდებიან? ვაიცა, უარზე რატო იყავ? ბიჭო, რავი, ინტელექტუალურ თამაშებს საფეხბურთოს გარდა დანარჩენებს შევეში ყველას და მაგიდან. ვერ გამიკაჩა ინტელექტმა და მაგიდან. არა, მე ვთქვი რომ ახარა იქნება შენი ოპონენტიო და მანქანაც როარი ოპრეზი ჩვენ წილის ყრაში არ მახარა შევხვდათ თუ როგორ განთესილი რომელია ხო ვინ არის განთესილი განთესილობა სხვა რაღაც გონია არავინ არ არის, მაგრამ ხო მეოთხედ ფინალები დაალაგდა რაღაცა უფრო ლოგიკური თავისი შოუს არასიძლიერის მიხედვით შოუს პრინციპი იმედია კრისტოფერ ნოლანზე იქნება რამე შეკითხვა რომ ახლა რა ხელოს შევცვალოთ ის მინიშნება გადმოიტანე კაი, ასევე დიდი მადლობა უნდა გადაუხადო იმ ხალხსა და კომპანიებს, ვინც გვერდში გვიდგას და ეხმარება იმას, რომ მაძიებელი არსებობდეს. PSP არის ჩვენთან ერთად, კლავაც და კლავაც ერთგული მეგობარია ჩვენი ყველა სეზონზე და ამჯერადაც ყველა მონაწილე ამ სეზონში PSP-სგან საჩუქრებს მიიღებს. ასევე დანკინია ჩვენთან ერთად და დანკინის ყავით შეგიძლიათ ტვინის მუშაობას ხელი შეუწყოთ თამაშის განმავლობაში და გამომცემლობა ინტელექტი გახდა ჩვენი ძალიან ძვირფასი მეგობარი. მესამე რაუნდი ინტელექტის რაუნდი გვექნება, ინტელექტისგანაც მიიღებენ წიგნებს საჩუქრად მონაწილეები და მოკლედ აი ესე ვართ დათირთულები, რა სიძახი გეხვეწები. წიგნები გაუხარდა מחარას. განსაკუთრებით. ციგნის მაგივრად რო ინტერეს რაღაც დოზით რო. წიგნებში იქნება ჩადებული. 2 IQ აქედან წახვა. შეგა ჩაიდგა პრინციპ. შეიყვანო და სამნიშნა გახდება მე. ასე მაგდეს ვერ ახდება, ჯერ ორნიშნა უნდა გახდეს როგორმე. აუ. ნახოთ. Click Production-ი იღებს ჩვენ შოუს და HEIMA Production-ი მუსიკალურად აფორმებს. აი გარი მთელი ჩვენიავლადიდება, მეგობრებო და იზღა დაგვრჩენია რომ დავიწყოთ თამაში.
ლარიანი უნდა ავაგდო და უნდა აირჩიოთ ერთიანი თუ გერბი. ეგ გამიალა. უცებ ჰოპ და ამაცალოს. იქნება ლარიანი არ გქონდა. რა ასლანიანი ავაგდოთ და როგორც დაეცემა. რომელი გინდათ? ერთიანი. გერბი თანახმად. კი ბატონო. არაფერი გაქვთ საძინე აღდება. რა ერთიანი შეჭი. ანუ რა მნიშვნელობა? ერთიანი. მოვიგეთ, მაგრამ არ ვიცი, გაწყობა თუ მოიგეთ, არა ეს. ანუ ეხლა რა არის, ნახე, თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, დაიწყოთ თუ არა. განსხვავება ის არის, რომ დაწყების შემთხვევაში მოგიწევთ ორი ადამიანი გამოსაცნობი და ერთი მოვლენა. არ დაწყების შემთხვევაში ერთი ადამიანი და ორი მოვლენა, რომელზე თამაში გირჩევნია. მე ხო დაიწყო. ორი ადამიანი გვირჩევნია, არა. ორი ადამიანის გამოსაცნობი. ანუ ნახე არჩევანი გვაქვს, რომ ორი ადამიანი გამოვიცნოთ თუ ორი მოვლენა. ფიგურა თუ ისტორიული მოვლენა უფრო. დავიწყებთ. დაიწყებთ. ჯობია დამონჯერე. შვენიერი. მაშინ პირველი მინიშნება. ეს არის პირველი მინიშნება. აო. აბა კოსმოსს რამდენად ვიცნობთ? ბიჭო ის ხო არ არის. რომ დაიწყო מחר? რა. როდის დავიწყო გო სტარტრომით? ხუთასმენებს რო გაიგეთებენ. გაიგეთი. კაი. აპოლოს ხალხი, აჩიკო. ეს რა შეიძლება იყოს? აი რისი ფოტო რა? დრო? არა, მე სამი წუთი გქ ჩვენ? კი, და დავიწყო ჩარტო. არგინ და ცოტა ხანი არის ფიქრო. კაი. ეგ ძალიან მარტივია Armstrong-ი. მე ხა გადმოატრია. კიდე ვინ გახსენდა ეწამე, აბა? კოსმოსი. ჰაბლის ტელესკოპი არ ჰაბლი არ მგონია იყოს ეხა ჰაბლი ვიღაცა სახელი კი დაარქვეს იმას ტელესკოპს ამ ფოტოებს ვინც იღებს რაც იღებს სწორედ რა ნუ ყოველ შემთხვევაში სადღაც ადამიანი პირდაპირ მოკლედ ეგეთი პირდაპირი არ იქნება ჩვენ რასაც ვფიქრობთ ეხა Armstrong-ი არ იქნება ამაზე რა პირველი ვინც გახსენდება იმიტომ რომ ცოტა შორიდან უნდა მიხვიდე ეს არის შორი მინიშნება შედარებით ვიხდი ეს ძველს რატო ვეძებთ ხო შეიძლება ახალი შეიძლება ახალი შეიძლება ნებისმიერ შეიძლება ელონ მასკი შეიძლება ხო და ხო ვინც გაუშვა ის მაგრამ ამითი ვერ დავაფიქსირებთ რატო გადაცვალე რამდენი ვარსკვლავი სარის იქნება და არა ხო შევიკავით ხო აზრი არ აქვს დაალოდებას რატო შეიგავე კი ბატონო მან არ მგონია იმათაც რამეს გქონდეთ გადავიდეთ ხელმოსაჭიდი გადავიდეთ დავაი გადავიდეთ არ მგონია დააფიქსირონ იმათ შანსი არ აჩი מחარ გასასვენები რა ხდება ვერ გამოიცნეს? არ დააფიქსირეს თავისი ვერსია და თქვენკენ მოდის ვერსია თუ არ დააფიქსირეს? ანუ ვერსია თუ დააფიქსირეს და არ იყოს სწორი, მე ერთი შევიან. მე მარტო ჩვენ რჩებით. ეხლა ჩვენც ვერ დავაფიქსირებთ ზუსტად, იმიტომ რომ ერთი მინიშნება. ბიჭო, ვარიანტი მაქვს ერთი. ერთი გაქვს რა? კალსაგანი შეიძლება იყოს. კალსაიგენი შეიძლება ერთი, იმიტომ კოსმოსია. მეორე ახე კომეტაა რა და ჰეილი ხო არ არის თქო. ჰეილის კომეტის მომენტში ჰეილი ხო არ არის. კომეტის გარდა ბევრი რამე აკეთებთ. ხო და ნახე, არაფერი კონკრეტული არ ჩანს. აი რაღაც ორიონის კამარი არ ჩანს, იყო დიდი დასწრაფად არ ჩანს. რამე რასაც ეხლა ვაკვირდები, რაც ვიცი ესე, ხო? რაღაცა არ ჩანს ისეთ. რაღაცა ტელესკოპის თემაში კი არის რა. ხო არ არის ვინმე ან კალსეიგანი, კოსმოსი. ვარსკვლავები. ანუ პირველი მინიშნებით მე მგონი რომ ვერ გამოვყანა. არა, ხო. არ ცხის, რომ ვერსიები შემოყვანილ. ხო. ვერსიები რა ვიცი კიდე რა შეიძლება იყოს. გაჩა მეორე მინიშნება დაემატება, მეორეს ამას და მეორეს რო დაამატებ ერთმანეთს უფრო მეტი რაღაც გვეცოდინება რა. კი, ბუნებრივი. ალბათ მეორე მინიშნებაც ამ კითხვაზე ჯერ იმათია გასაგებია. ხო, არა, დაფიქსირებით აზრი არა, ხო. ძალიან ტყუილ უნდა გავარიშოთ რა. კი. იმიტომ რომ არ ამგონი, ერთთან რახან მეოთხხულიანი მინიშნებაა სეიგანზე კოსმოსი პირდაპირ ხო, შანსი არის, რაღაცა ძალიან აცნებილი იქნება. მოიხსენ დავიხუჭეთ ჩვენ. არა, ჯერ არ დაიხუჭეთ, ჯერ მეორე მინიშნება უნდა შემოხთავაზოთ. თან ისა რა ხო და ჩემ ანუ წაშალე, არ დავიგე. ვიღაცა ხარ ფიქრა ამას ხედავ? კი. კაი. რატო იყურები წყავს ხვიჯიბეში რატო წურები მეორე მინიშნება ძირფასად წარწერა რო არის ერთჩან. კარტოფილი? თუ რა? ეს არის ოჯახის არა ის მეგობრებო შეგიძლიათ მიირთვათ აუ ეგა რომ აიღო უჭოლი იქნება შეგიძლიათ მიირთვათ ოღონდ თქვენთან ყურსასმენებიც უნდა გაიკეთოთ არ თქვა არაფერი არ თქვა ეცამ არაფერი კატო ყურსასმენები ყურსასმენები კარტოფილი რომ მოყავს ის ვინ რესპექტია რა ქვია ფილმი როა რა კარტოფილი რომ მოყავს ფილმი მარსიანელი არია ხო ეს მედ დეიმონი თამაშობს მანდ მაგრამ მედ დეიმონი იქნება ეს კარტოფილი მოყავს მან არ მახსოვს პროსტა ხო კარტოფილი ჩაიჭობს ხო აბორაზე არა კარტოფილი არ ჩაიჭობს როგორ არა ანახი არა მაქვს
თუ გახსოვს მაგის სახელდაგვარი მე დეიმონი არის ეგ ვიცი უეჭველი, მაგრამ სხვა ფაქტი ისეთი რომ ვიღაცამ გადაწყვიტა მასკსაც არ ვთქვამს რომ ჩვენი კარტოფილი ხო, კარტოფილთან ეგ მიდის, მაგრამ სწორი ლოგიკა არის. სხვა რა უნდა იყოს კავშირში. ეგ ფილმია და მაგ ფილმის თავარი გმირია. შენ თუ გახსოვს რომ კარტოფილი მოყავს, მან მე მახსოვს რომ მე დეიმონი ქვია. უეჭველი გახსოვს რომ კარტოფილი მოყავს? უეჭველი. მე მახსოვს უეჭველი რომ მე დეიმონი ქვია. მაშინ თუ ვიდან დავაფიქსიროთ ეგ სხვა კარტოფილი არ კარტოფილი, მაგრამ აუ, გაი. რა მნიშვნელობა სხვა ფაქტი არ არსებობს რომ მასკსაც არ ვთქვამს რომ ჩვენ ახლა წავალ და კარტოფილს მოვიყვანთ. კარტოფილი რა შეიძლება კიდე ეს თან მოხარშულია რომ რამე შეგიძლიათ რომ მიერთვათ რა. აუ, ეხლა გაგვიმახლა მაგაზე ყურადღება, რომ პროსტა კარტოფილი არ არისო, მოხარშული არის. მოხარშული კარტოფილი. მარილი არა, გაკ მარილი. მარილი გააქვთ? აუ, ეხლა ალექსანდრე, თუ აგურია ეხლა სწორი პასუხიდან თუ გადაგვახვევინე, მაგით ცოტა გვეწყინება. ეგ არის თქვი. არა მგონი. არის თქო მაშინ მაგას. ჯობია ჩვენ წავყოთ ისე იმას რომ მოიგო შეჩემა. კაი. პროსტა სხვა რა შეიძლება. ხელსახოცი ხო არ გაქვს კარტოფილი ჭამის უფლება მომცეს და თან დილა. ვინმე ისა ნიუ სასურველიცაა. არა, სასურველიცაა. სიტყვებს და სასურველიცაა რომ მირთვათ. ზედმეტი ხო არ მოდის. მადლობთ. მე ყვავილები მაქვს. ვა, ბიჭო. მიდი მე გავწყვეტ. არა, ვერ დავაფიქსირებ მაგას. ნახე. რა ვერა, მიდი ბიჭო. ვინც არის ყავს შამპანიურს არასოს. მიდი რა. წავაგებთ ტურს ბაქთან. დაიკიდე, მიდი, რატო წავაგებთ? ორქულიანია ახლა ეს, რატო წავაგებთ? ხო, სამქულიანი. მეორე სამია? სამქულიანი. ხო და რატო ვრიგის? აუ ბიჭო ის იტყვის ახლა და მოიგებს და მე უნდა გირტყადა, რატო? არ გვეთყოდა მაშინ რომ ახარშული არის. არა, პროსტა ჭამე თუ ადამიანმა შემოგთავაზა არ იქ ხო არ ხარშავს. რა შუა, მოხარშული რატოა მაშინ? ეგ ჰეიზენბერგი იყო და სხვა მოხარშული რატოა? საერთოდ. ხო და მოხარშული რატოა? იმიტომ რომ ჭამოთ რა, ალბათ. არა. რავი შეგიძლია. კაი, მოდი პირველი ტურია და შეიძლება უმი ვერ იშოვეს და მაგრამ არა, უმი ვერ არა. უმი ვერ იშოვეს. სპეციალურად მოხარშული კარტოფილი ხო არ იყიდება. სპეციალურად მოხარშეს. მოხარშეთ. ხო და რატო? მახალას ეჭამა შეიძლება. მარსე რო ცხელა, მაგიტო ხო არა? არა ბიჭო, ჩახარშული კარტოფილი. კაი, დრო ალბათ გავიდა ეს. არ ვიცი, მე მაგრამ ერისკება დაფიქსირება, მაგრამ თუ ფიქრობ გადავცეთ მაშინ. მიდი. და შეგვიძლია გადავცეთ ასპარეზი. აი, თუ უეჭველი გახსოვს კარტოფილი და დავაფიქსიროთ. გახსოვს უეჭველი? დავაი, ვაფიქსირებთ. რას აფიქსირებთ? მე დეიმონს. მეთ დეიმონი. არა, რატო ვაფიქსირები? მეთ დეიმონი. დააფიქსირეთ. ხო. მოიხსენით ყურსასმენები? დააფიქსირეს ვერსია, დააფიქსირეს დიდი ყოყმანის შემდეგ. არ არის ეს სწორი პასუხი, მეგობრებო. არ არის ეს სწორი პასუხი. შესაბამისად, всё, გამოეთიშნე. გამოეთიშნე. ამ კითხვას ყურსასმენების გაკეთება აღარ არის საჭირო. ვინ დაფიქსირებს ვერ გავიგებთ? არა, ვერ გაიგებთ, იქნებ იგივე თქვა. ამიტომ თქვენც გეტყვით რომ რავი, მოხარშულია, შეგიძლიათ მიირთვათ. აი ეს მენიშნება. ძალიან ბევრი ვერსია მოგვივიდა, წერალობდით ჩვენ ერთმანეთში. ეს მენიშნება მოხარშული ვარ. ნუ მე უბრალოდ გეუბნებით რომ არ არის უმი მოხარშულია, აგერ მე მახარაც დავეხმარო ჭამს და შეობაში არ შეიძლება. შეგიძლიათ მიირთვათ. მოხარშული. შეგიძლიათ თუ გაითვალისწინებენ სხვა საკითხი. ბიჭო. მომესმია. მაცათე. აუჩი ვერსიები მოგვივიდა ძალიან ბევრი რა, იმიტომ რომ მე დეიმონი ვიფიქრეთ პირველი. ვიფიქრეთ კოლუმბი, კრისტოფორე. ამერიკო ვესპუჩი. დევიდ ბოუი. მარსის პანჩი. მარსი, კარტოფილი, კარტოფილზე და კოსმოსზე წავედით მარსელზე, ენდი უირიც ვიფიქრეთ. ავტორი, მარსელის. მარსელის ავტორი. მე დეიმონი რომელიც თამაშობს მარსელში. მე დეიმონი ინტერსტელარში. დევიდ ბოუი რომელსაც სიმღერა აქვს Life on Mars. პარემ რეჟისორი ვინ არის? რეჟისორი არ მახსოვს ვინ არის. სკოტია ხო? ხო. მარსელის რეჟისორი სკოტია? ვა. ხო, მაგრამ მე მგონი რომ გავია. მოხარშული როა კარტოფილი? ხო და მე მგონი კიდე გავია. არა, ბევრი ვერსია. ძალიან ბევრი ვერსია გვაქვს და რაღაცად გვინდა რომ შევამციროთ. ხო, ეხლა შემათან აცეთი და მოედანი მეორე მინიშნება პირდაპირ თქვენთან. ოღონდ მალე, და მესამე მინიშნება პირდაპირ თქვენთან მოვა. ჩვენ ვიმჟერეთ ხა ისე რა გვილაპარაკეთ. ხო, ათალისა, ხო. ხო. წერილობით და მოხარშული ხო შეიძლება და მოეტანათ ჩვეულებრივი კარტოფილი. მოხარშული და მოეტანეს. ხო, ანუ ჩვეულებრივი არ ნაცვალებია. ნაცვალებია რომ მოხარშული. ხო. კოსმოსი და მოხარშული კარტოფილი. იქ ვარსკვლავები და მოხარშული კარტოფილი. ხო და რა მე. ანუ კოსმოსი არა, თქვენ თუ არ თუ ვარსკვლავები და მოხარშული კარტოფილი. კოსმოსი და კარტოფილი. კარტოფილი არის ირლანდია კიდე, ხო? ირლანდიაზე ჯოისი. ეს იმენა კოსმოსია. მარსი და რაღაც არ არის რა. არა, ხო კოსმოსი. იმენა კოსმოსია. რამდენ ხანს დაიფიქრო? დრო გავიდა.
კაი, არა ხო და მოვირებ. მესამე მინიშნება ჯობია ალბათ. კაი, მოდი ნახოთ ვიდეო რგოლი, რომელიც არის მესამე მინიშნება, აგერ მონიტორზე ჩაირთვება. თქვენ ვიდეომდე თქვენ არ უყუროთ? არ უნდა გვეჩქარა რა. არის? მე მონტაჟში ჩასვა. What? ძალიან შური არის. ვიჭო, რა მასკი. უი მე დედა. ვანგოგია. ვანგოგია. რაო ვერ მი. მივხვდი. ვანგოგია. ვანგოგი იყო ის მარცხნივ იდგა, ხო? Starry Night შეჩემა. სტარი, ვარსკვლავებიანი ღამე. და კარტოფილი ვერ მივხვდი. კარტოფილი არ ვიცი ასე. კარტოფილი ვერ მივხვდი. ოხასული კარტოფილი. ის ვანგოგი ყური არ ქონდა. კარტოფილი აშუაშია. რაღაცა კავშირი არის კარტოფილიც, ხო, მაგრამ არ ვიცი. ანუ ვანგოგი იქნება. ო, არა, Starry Night. კარტოფილების მინდორი. რამე ნახატი არა კარტოფილების დრო გაქვთ, შეგიძლია დაწოლოთ ვერსია. არასწორად წავედით კოსმოსზე. ვარსკვლავებიანი ღამე. ვარსკვლავებია რა, ხო, კარტოფილი მართლა აშუაშია. ეხლა რა ნიკოლას აიღებ ენას თუნდაც. ორს. კაი, რას ფიქრობთ? ეგ არის ვანგოგია. აფიქსირებთ. იგი. ვანგოგი. ვანხოხ. ეს სწორი პასუხია, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ვანგოგი, ვანხოხი, ეს ვარსკვლავებიანი ღამეა, ვანგოგის ცნობილი ნახატი. კარტოფილი გითხარ. აი, გაჩვენებთ, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი, ასევე არის კარტოფილის მჭამელები. ეს კარტოფილის მჭამელები. აქცენტს იმიტომ ვაკეთებდი, რომ მიირთვით მოხარშულია ჭამეთ რაღაცა, რომ ანუ კონკრეტულად კარტოფილის ჭამაზე სახელი მქონდა ჩაბეჭდა. გავსული ყავით. აქედან გადაღებული არ არის, მე მგონია პირველი მინიშნება არ იყო. ჩვენ რა ვთქვით, მივხვდი? მე დეიმონი თქვით. მეც მე დეიმონი მქონდა ინტერსტელარშიც. ეს იყო ბოლო მინიშნება. წესუმზირა. ზესუმზირებს აგიყრიდით აგერ ესე, მაგრამ არ მივედით მაგამდე. და რა, ეგ არის 2-0 თქვენს ხარეს. მაგ ლოგიკით პირველ მინიშნებას შანსი არ აქვს, ხო? არა, არა, შეიძლება, მაგრამ ვერ არის. და ადამიანს რო ეძებ, აი კოსმოსში მიდი. კარგად დავიწყეთ თამაში, მაინც საინტერესოდ. მე მგონი რომ არა. ლენტი გადავჭერით. ეს რო სადმე. მოდი, ვიდეო რგოლი ვნახოთ ვან ხოხის თუ ვან გოგის შესახებ და გავაგრძელოთ. ცნობილი ნიდერლანდელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი საშუალო კლასის ოჯახში იბადება. ბავშვობიდან ინტერესდება თეოლოგიით და ხელოვნების მოდერნისტული ტრენდებით. ხატვას 1891 წელს იწყებს. 1886 წელს საცხოვრებლად პარიზში გადადის, სადაც პოლ გოგენს და ემილ ბერნარდს ხვდება. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვან გოგი ყურს იჭრის და ამის შემდეგ გარკვეულ პერიოდს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ატარებს. 37 წლის ასაკში ხელოვანი თავს იკლავს. სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნამუშევრის გაყიდვას ახერხებს. საყოველთაო პოპულარობას კი გარდაცვალების შემდეგ იხვეჭს. მის ყველაზე ცნობილ ნახატებს შორისაა მზესუმზირები, ვარსკვლავებიანი ღამე, კარტოფილის მჭამელები და სხვა. გავაგრძელოთ მეგობრებო მაძიებლის პირველი თამაში მეოთხე სეზონში. დატო და კალა 2-0 იგებენ პირველი კითხვის მერე და ეხლა მეორე კითხვა უნდა დავსვათ ისევ მსოფლიო ისტორიიდან, ისევ ადამიანია გამოსაცნობი. ოღონდ ამჯერად თქვენკენ წამოვა ჯერ პირველი მინიშნება. ანუ პირდაპირ ისინი იწყებენ ორი მინიშნებით. პირველი ხო და ეგ კაცმა არ იცის, ნო. რავი, რა უნდა იგი გარისკეთ. ჯობია რომ პირველი არ გაქვს. გასარის კი არ გვაქვს. თუ დამიჯერებთ, მიმედ. არ დაიწყოს. აი ესეთია პირველი მინიშნება. რა უნდა ბიჭო, თქვი რა უნდა ბიჭო, შეხედე. უმარტივეს. ცა ხმლიანი იდეიდა. ეგ ყველაფერი. მეტი ვაფერი დაინახე? და თქვენია ეგ მინიშნება. უსასვენი მახარ? დავაი. ქალაქია, ბიჭო. აი ეს არ ვიცი სად არის რომ ქალაქია. გეცნობა ისე სკულპტურა. არა, ვერა ეს ქანდაკებას ვერ ვცნობ და ძალიან ბრუტალური ქანდაკებაა რაღაცა. დიდი ამხელა ქანდაკება ქალის. ქალაქიდან ისეთია, პატარაა რაღაცა. საქართველოს ხო არა, ბიჭო. არა, ამხელა რაღაცა. არა, ხო. ეს რა, გუმბათები ნახე. რუსულ ეკლესიას გქოს. არა? არა, რუსულ ეკლესიას. მეტად ხო. მაგრამ ეს არა, რა შენობებია, ესეთი საქართველოს ალბათ არ არის, ხო? არა, საქართველოს არა. პატარა შენობებია ძალიან და აქ დიდი კორპუსები დგას, რამდენიმე ცათამბჯენები ვით.
ესეც ძალიან ცნობილი. ხოჩორს ეს მიყვარს ხოლმე ყველაზე მეტად, როცა შეიძლება არა ერთიან ვიზუალს, არამედ აი დეტალებს დააკვირდე და რაღაცები დასკვნები გამოიტანა. ნუ ახლა რა ქალაქია ეს? ადგილმდებარეობას უნდა მიხვდე, ხო? ხო და ვერატო. ანუ ძალიან გავს ცოტა ეს სოციალისტური სამყაროს იმას. ოღონდ აი ნახე, აქეთ თანამედროვე ისინია შენობებია შედარებით რა, ხო და აი ეს ქალის ეს ქანდაკება რაღაცა ძალიან იქიდან გავს თითქოს სოციალისტებს. ესეც ეს შენობაც არა? სოციალისტებს შეიძლება რაღაც მითოლოგიურსაც გავდეს რა, ანუ აი არა ესთეტიკაში ზის თითქოს იმისი აი სოციალისტური ტიპის ქანდაკება რაღაცა. თუ გონიათ რომ მაგითი ვერ გახვალ? არა, შანსი არა, რომ იმათაც შევმციროთ ფიქრის დრო. ბატონო. ის ნაგვენა ფიქრობ. თქვენი ჯერია? ოკეი. რა ვერა, თხა ვერ გამოიცნო. არა, ვერა. ბიჭო, კი გავს. ეს რა არის რომ მითხენ? ნამყოფები კი ვართ, მაგრამ ეს გახსოვს? უკრაინა? რას ამსგავსებ? უკრაინას ვერსია ქონდა מחარას, მაგრამ ბიჭო, თითქოს მეცნობა, მაგრამ ნამყოფები ვართ. არა და ამთაზე არა. აი ეს გახსოვს? მე მგონი ეგ არის. ეს ეკლესია. ეხლა შესაძლებელია საერთოდ სხვა რამეზე ბაზრობდე, ამიტომ არა, მე მგონი ამ ეკლესიაში არა, ნამყოფები ბიჭო, ვართ. გამორიცხულია, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყანაა რა, რაღაცა ეგეთი მსგავს. რუსეთში რაღაც თავისუფლების მაგვარი ქანდაკება არ დგება. არა, რუსეთს არ გავს. ამიტომ უკრაინული პოლონეთის ეკლესია, უკრაინული ეკლესია თაღებით. ბიჭო, აი ეს ეკლესია მახსოვს ვაფშე. მე მგონი ნამყოფები. არა, ყოფილი ვართ ეკლესიაში ჩვენ. ეკლესიასთან. ის არის. ადგილი გამოსცეს. მაგრამ ადამიანი ვერ გეტყვი. ადამიანამდე არ მგონია ხა მივიდეთ ჩვენ გამორიცხული. უკრაინა. ეს ადამიანი იყოს, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არის ეს რა. ქართლის დედა მაგრამ ის ხო არ არის, მაგრამ არ მგონია საფრანგეთს არ გავს ეს. ანუ ჟანა დარკი მახსენდება ერთ-ერთი ხმლით ხელში ქალი. საფრანგეთი? მაგრამ არ არის, არა, საფრანგეთი არ არის ეს. ბიჭო, დეტალებს დააკვირდი რა. შენობების ქაოტური მშენებლობა გამორიცხულია რომ საფრანგეთში აი ეს რაღაცები აშენებული. მე დაამატეს აქ პულიშოვის კორპუსი, ბრა. აი უკრაინა, გეუბნები. და ვინ არის ეს ქალი ხმლით ხელში? რა, ამის გარდა მილიონი რაღაცა ჩანს რა. მაგრამ ჩვენთანაც არის ქართლის დედა. ქართლის დედა ოღონდ ამოღებული ხმლით. კაი, არა, ეხა ვერ გამოგე. ეხა ვერ. კაი. არ ვიკეთებთ ამას შე. აი, ეგ გამოიწნა. არა უნდა შეჩიტოთ ნორმატივი. მეორე მინიშნება ძვირფასო მეგობრებო, DC-ის ცნობილი პერსონაჟის პოსტერი. გასაგებია. სუპერმენი. პარემ თქვათ. ეს თქვენ კენარი. თქვენ კურსასმენები მეგობრებო. ტეჩერი ხო არა. მარგარეტ ტეჩერი კინის ქალი. ბაზარი არა. და ქალი არის. იგი ძალიან კაია, ძალიან კაია. აი, ხო, Man of Steel ხო? ქალია აქ. თან ნახე, იმენა სუპერმენი კი არ დავიწერეს აქ. იმენა Man of Steel დავიწერეს და ქალია იქ რა. ხო. მაგრამ კაი, ეს ძალიან ქანდაკებისგან თუ წავედით, ხო, მაშინ კი ბატონო ტეჩერი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ არა ქანდაკება და უბრალოდ ქალაქია რამე, წარმოადგენა არ მაქვს მაშინ. ნახე, ქალი უნდა იყოს, ანუ რაღაცა ეგრე ხო, არა, კაი მინიშნება არის, რომ ხო, Man of Steel არის კაცი, ანუ რკინის კაცი. ხო, რკინის კაცი Iron Man იქნებოდა მომენტ, მაგრამ ნუ ხო. ხო. აი, ბიჭო, ის Iron Lady არის ინგლისურად. იმისი სადაც სახელი. მერე და Iron Man-ი იქნებოდა ძალიან პირდაპირ. შეიძლება, რა. არ ვიცი. კაი, ქალაქს თავიდან სუპერმენზე კიდე რა შეიძლება ვინ იყოს? სუპერ Man of Steel. რკინის სუპერმენი უცხო პლანეტელია. ეს ბიჭო, აი ეს ქალი ხანდაკება სუპერმენი, ვინ შეიძლება იყოს? სუპერმენი. სულ მთელი ცხოვრება ავტომატ მგონია რომ ათენა არის. კლარკ კენტი არის კიდე რაღაც ვერსიები ჩამოყარო თქვა DC, კლარკ კენტი, ანუ ახლა გამოკვეთილად, ანუ ყველაფერი დაბლარულია, შეხედე? ხო. ანუ ბლარშია რა, მარტო გამოკვეთილი არის სახელი. ბიჭო, ნუ მომენტ ესეც არ ვიცი. იმის ქალი არის, ესაა ფოლადია თუ რა არის, ხანდაკებაა, ხო? ქალაქი ბიჭო რა არის? ანუ ეს ძალიან ესეთ ლანდშაფტია, რომ ეს ქალაქი არ ვიცი ვაფშე რა. ანუ მაგ სურათით მარგარეტა ესეთი ქანდაკება თუ დგას აქ, რა ვიცი. მე ვიცოდეთ ეს ქალაქი წესით, ისეთი ქანდაკება. ნუ ნახდათ ქალი დგას და ძლიერი ქალი დგას ხმალ ამოგებული. თქვა არ გავრისკოთ? იცი ჩანსი რომ კულა იყო მერე? აი ვერსია მომწონს რა. просто ერთ-ერთი ის ხელს რომ Iron Lady-ია ის და არა თქვა Lady of Steel არა. ხო, ნუ ახლა Iron Man-ი ძალიან პირდაპირ მინიშნება ხო არ იქნებოდა. ხო, შეიძლება.
დრო იწურება, თუმცა ჯერ არის. გუინა გავრისხოთ. კაი ვერსიაა რა. კაი, დავაფიქსიროთ. გადაწყვიტეთ. იყოს რა. ეს არის? მარგარეტ ტეჩერი იყოს. მოიხსენით კურსასმენები? დააფიქსირეთ. დააფიქსირეთ ძმებმა თავისი ვერსია. აიმე. ვინა აბა? რომელიც არ არის სწორი ვერსია. აუ რატო არ არის სწორი რატო ვერსია. იჩქარით? ბიჭებო. ძალიან გეცინა. რატო შვებით ამას? კაი. ერთად კაცი ნუ გაიგიჟეს. ერთად სიკვდილია. სიკვდილია. კაი, მახარ. მე თქვენ თავისუფლად ხართ? მე რაც გითხარი ეს ვერსია. მაგრამ მე შემოგვანახე. ქვეყანასთან არ ანუ ინგლისს არ გავს ეს, მაგრამ მარგარეტ ტეჩერი ქონდა ჩვენ ერთი ვერსია ფიქრის დროს რა, იმიტომ რომ Iron Lady არის ეს Man of Steel. მაიც ნახე. და ეს იმ ადამიანმა ვინც კოსმოსის სურათი ამობეჭდა, თოდი ბიჭებს კითხვა დაუსვათო რომ ვან გოგი ხო არ არისო. ხო. პირველი უკრაინის ფოტო თუ გაჩვენა. просто არ არის უკრაინასთან გამორჩეული მარგარეტ ტეჩერი გონდა გონებაში, მაგრამ უკრაინასთან დამიკავშირე და მოვდივარ. ხო, უკრაინასთან ვერ ვაკავშირებ მარგარეტ მეუბნები. ტეჩერს. მაშინთან ინგლისი ეხმარებოდა ეს ხო უკვე დადებს, ანუ ამაზე დადებით პასუხი მოვიდა რომ უკრაინა. დადასტურდა? ეს მეცნობა ძალიან. არა, ნახე საბჭოთა კავშირის ქვეყანა. არც ერთ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში ნუ ჩვენ არა ვართ. კაი, Man of Steel რა შუაშია? უკრაინა, ნუ ზელენსკის ვერსიაც არის ერთი, მაგრამ თუ უკრაინა არის. ძალიან თამამი განცხადებაა ეხლა. ნუ აი, ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ მანტივისა Product placement-ი უკრაინა. ძალიან კაი, მოდი, ნუ ვერსიები გვაქვს ტეჩერი, პოლიტიკური ზელენსკი. კითხვა არ იქნება. კიდე არის ვინმე რამე ვერსია. უკრაინელი მახსენდება ის ლოთი კაცი ხო იცი? ჩვენ რო ვიყავით. ჩერნობილზე რატო გადაობთ? ეგ არ იქნება ამათ არ ეცოდინებათ ეს. სუპერმენი ზელენსკისთან ხო რაღაცა ის არის. უბრალოდ გამოვართოთ ერთი მინიში. არა, ხო, ეხლა უბრალოდ გჯელობთ რა. გაათანაბრეთ. უბრალოდ მას მოგეცეთ გჯელობთ. ეს სეკუნდი. მინდა ვიდეოს უყუროთ. კი ბატონო. კარტოფილი არ ამოიყვეს. ნახევარ კარტოფილი არ ამოიყვეს. ისევ ბიჭო, იმჯილით. ვა, ნეტა რა დააფიქსირეს იმათ, მაგრამ მაინტერესებს. თապ. აი ეს ფოტო არის მესამე მინიშნება. ვერ მხედავ? ეს ვიღაცის ბავშვობა არ იქნება, ეს არის ნახატი. ვერ მხედავ. ძალიან ხელოვნების მოყვარულია, ვინც ვიღაცის ბავშვობის ნახატი. ანუ ბავშვობის ნახატი? ბავშვი რო დახატა კი არა, მისი ბავშვობა რო დახატეს. მისი ბავშვობა. ოხჩი, ძალიან თან მეცნობა, მაგრამ ეგამაჟაზე მეტი მინიშნება იყო. თან მაგრამ მეცნობა, ვინ არის? ორქულიანია მაგით. ვინ არის ეს ბიჭო? არ გისმოვა? ბავშვობა დახატეს. არა, კონდეს შეიძლება თქვენ შემოხეთ. ხო არ გინდა ზო. ვინ შეიძლება ეს იყოს מחר? Man of Steel. ვაიცა, კიდე შეგვიძლია ხო ერთი მინიშნება? კი, ის უკვე ერთქულია. და ერთქულას ავიღეთ. რა იმიტომ რომ ფაქტობრივად. ეს ქულანდა მივალთ რა. გამოდებული ასოებზე ჩას. არა, იხა ნახე, ამან არაფერი არ მოხდა. მახსენდება, სახში მქონდა ხოლმე სამი მონადირე როა წამოწობილი, აი ეგ ნახატი გამახსენდა, არ ვიცი პირველი. ბიჭო, ბავშვობაში თუ დახატეს ვიღაც ტიპი, ანუ ესე იგი ცნობილი, ანუ თავიდანვე ის იყო? ანუ არასწორად გამოვთქვი, ანუ ბავშვად დახატეს. ბავშვად დახატეს ვიღაც ტიპი. ნუ მარგარეტ ტეჩერი გამოიცხა. ეგ ვიცით. რატო ეხლა? შეიძლება ზელენსკის ეს უხჩინვა ცხოვრებამ შეიძლება გაქციოს ესეთად, ან აქედან ეგაი. ან პირიქით კაი ფუფუნება. ბიჭო, ჩვენი ვერსიები მაგრა ჩაიწიხლა מחარ ორი ყველა ვაფშე. და დისი. აღარ დროს აღარ გავიყვანთ და შემდეგი მე მგონი ავიღოთ მე. მე ხე მინიშნებას გაამზადება. რა მახა. შეიძლება უქულოთ, მაგრამ შემა. შენ მიხვდით თქვენ? არა, ვერა, ხო? მეოთხე მინიშნება მეგობრებო. აუ, ბიჭო. რა? ის სტალინი. უეჭო, საიდან მეცნობა მეთქით რა. ეს არ უნდა ვიცი, არ გადამრიო, ბიჭო. ეს უკვე არა, მასე გამკითხო, შეიძლება. ეგ არის. ვენა ეგ არის. აუ, და საიდან მეცნობა მეთქით და მაგრიტი. მოიცეთ, სუპერმენი შოშია. სტალინი და სუპერმენი ერთმანეთთან. ის ის რო იყო Iron Curtain ხო რაღაცა იმის დროს. რკინის კაცი. არა. ცივი ომის დროს რა, რკინის ხო, რკინის ფარდა ცივი ომის დროს. ეგ არის სტალინი არის. აფიქსირებთ არ გიგეთ არა, ფიქრი არის სტალინი არის. ის რა? ახარა სტალინს მოუყვანდნენ ეხლა ასე. რა ქალაქი? ბიჭო, საიდან მეცნობა მეთქი და აუ, იმენა სტალინგრადი? ჩემი. სტალინგრადი? აი, აგვიხსნიან ეხლა მოიცა. ეს არის სტალინი, მეგობრებო, სტალინის სწორი პასუხია ნამდვილად 2-1. მოდი ავხსნათ ყველა. ამას ახსნა არ ჭირდება, ეხლა პირდაპირ დასაგები არის. სტალინგრადი. ეს არის პატარა სოსელო დახატული. სტალინგრადი.
ეს სტალინგრადია, მეგობრებო, კი, დღეს ვოლგოგრადი ქვია და ძალიან ეს არის მამაის ყორღანი ეგრეთ წოდებული. იმაშია, კოლხის ვერსიაში სტალინგრადში. ეხა გამახსენდა ეგ. და შორს რატო წახვედით აქედან არ ვიცი. Man of Steel პირდაპირ სტალინ არის. ხო, სტალინია. Man of Steel. სტალინ. თქვენ გადახვედით სტალინ არის პირდაპირ Man of Steel. რომ თარგმნოთ. ეს რო გვეცნო რომ ეგ ადგილიც ანი თქვენ? არა, არა. ხო, ორივე სწორად აღნიშნეთ რაღაცა პოსტსოციალისტური. ხო, იმიტომ შენ თქვენც იგივე თქვით. უკრაინაზე დაწყებებს ყოფილა რომ სოციალისტური ქვეყანა იყო. ბიჭო, ეგეთი ლამაზი არ მიხულა. რამის ხოქი ყანაც დარჩა. ოქროს თაღებით მახსოვდა მე უკრაინაში რა. არა, ჩვენ თქვით რომ ეს რუსული ეკლესიაა. ყველა ეკლესია, პოსტსოციალისტური ეკლესია ეგეთი. არა, მე გამიხარდა რომ ახლა რა მაიგო სტალინი. აუ ეს სტალინგრადის ბრძოლის ადგილია და ხულა მოგიტანა თქვენ ბატონმა იოსებმა ეხა მე შემიძლია სურათი განახოთ რა მხრივ სურათია ეს ჩამოკიდებული ქიშოს ოთახში. მე მიგეშლება ქიშოსთან ეხა აღარ მოგიწევს. მახსაგეუნე რა მხრივ ფოტო და ეხა მოიცანით სტალინი მაგრამ ანუ ეხა დიდი ბოდიში გორელებთან ეს პირველივეზე არ მოხდა და ეს იყო მესამე. ხო მაგრამ ვიღაცა ამერიკელი თარგმნა და არც მინდოდა მართა არც მინდოდა გორი არ მოიწანა შეგროვე მიხვდებოდა ეს რაღაცა. აი ის რაღაცა ვაშინის რა უნდა დაახოთ სტალინის ისტორია ჩვენს ვიდეო რგოლში. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორი იოსებ ჯუღაშვილი გორში იბადება. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პარალელურად აქტიურად უერთდება მარქსისტულ წრეებს და ბოლშევიკური საქმიანობისათვის არაერთხელ აპატიმრებენ. არის გაზეთ პრავდას რედაქტორი, მონაწილეობს თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციებში. 1922 წელს ხდება პარტიის გენერალური მდივანი. ლენინის სიკვდილის შემდეგ კი პოზიციებს იმყარებს. 1924-53 წლებში ხელმძღვანელობს ССРК-ს და მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებთან ერთად ამარცხებს ნაცისტურ გერმანიას. არის ხუთწლედების ინდუსტრიალიზაციის და კოლექტივიზაციის შემოქმედი. მისივე ბრძანებით იწყება რეპრესიების ტალღა დიდი ტერორი. გავაგრძელოთ მაძიებელი, აბა სხვა რა დაგვრჩენია, მეგობრებო, გაუგრძელებლად როგორც შეიძლება. კიდევ ერთი შეკითხვა დაგვრჩა, ამჯერად უნდა გამოვიცნოთ ადამიანი საქართველოს ისტორიიდან. და ამჯერად უპირატესობა აქვთ აჩის და მახარას. პირველი მინიშნება არის ვიდეო. და მოდი ვნახოთ ეს ვიდეო. გრენდაიზერია? ეგ არის. არა, გრენდაიზერია. მგონი არ არის გრენდაიზერი. ინგლისური არ ვიცი, გადათარგმნა, რამე სხვა გეუბნებია. ტექსტი მნიშვნელოვანია? კი. ნუ, ოღონდ ძალიან ვერსია. პირველი გამხმოვანებელი. კაი, ყურსასმენები? ვიღაც ახალგაზრდა ტიპზე არის, რომელიც ხელსისხლიანია და მიდი რაღაცა გააკეთებო. რა თუ აკეთებო? Hot blooded child of the universe. სამყაროს ხელსისხლიანი. ხა არა. ახალგაზრდა ტიპზე არის სიმღერა. შევარდნაძე და იაპონურია, ხო? მე მგონი. ხო, იაპონურია. ანიმე არის რაღაცა, ოღონდ არ არის ისა, გრენდაიზერი. გრენდაიზერი, მაგრა გავს მუსიკა. გავს, არა არის გრენდაიზერი. რაღაც ისა. ანიმე. ვინ შეიძლება საქართველოს ისტორიიდან მაგ ყველაფერთან ვინმე ასოციაცია მოგდის თავში? რაღაც ასოციაცია უნდა იყოს. ანიმესთან? ანიმესთან, ახალგაზრდა პერსონაჟთან. ახალგაზრდა ტიპთან, რომელიც ახალგაზრდა ვინ არის? ვინ გახსენდება ახალგაზრდა? იაპონიასთან. იაპონია დაიგდება ცოტა ხანი ახალგაზრდა ტიპი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ახალგაზრდა, ბიჭო, არავინ არ მახსენდება, ანუ ძალიან ბევრი არის. ერთი თქვი ვინმე ახალგაზრდა. ეხ ძალიან შორს თუ წავედით, მეფეები იყვნენ ახალგაზრდა. აი, გამსახურდიას გარემოსა ვინ იყო? მოიცა რაღაცა ხმალიც იყო ტექსტში, ხო? თუ არა? ბიჭო, მეფობის მერე ეს ახალგაზრდა ტიპი, რომელიც აი რაღაცა იმის ისეთ აკეთებს, არ მახსენდება. მაგიტომ useful power. არ ვიცი. ინფორმაცია. ეს ტიპ პერსონაჟი შეიძლება ისეთი იყოს, ვინც იყო წინა სეზონებში? არა. არ იქნებოდა წინა თუ ეგეც სეზონებში. მეკვეთ, მერე უკეთხვით. აღმაშენებელი მაგალითად. მგონი იყო. აღმაშენებელი არ ყოფილა. არ ყოფილა? ო. აღმაშენებელი
იდეაში ეგეთი ტიპი იყო რა, ახალგაზრდა მოვიდა, თუ სწორად მახსოვს, მეფედ და რაღაცა ხმლით ისინი გააკეთე, მაგრამ ხმალი არა ვარ ეხლა. აი, დროც იწურება. ანუ აზრი არა, პირველ მინიშნებით. აი, გადავით. გავუსწრეთ. ბიჭო, აი, თქვენ რამე ხო არ მოგივიდათ? საქართველოს ისტორიიდან არის საქართველოს ახალგაზრდა ტიპი უნდა იყოს, სესხლი უდუ, სამართლიანობის გული, რევოლუციური სცენარი. ან ახალგაზრდა ასაკში უნდა რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი აღმაშენებელი გამახსენდა პირველი. ხო. 15-ის გამეფდა. კი ბატონო. კაი, აქეთ ვინმე თანამედროვე? აღმაშენებელი სამართლი. მარტივი ხო მინიშნების მიხედვით, ეხლა ნახე ეს გრენდაიზერის გრენდაიზერია, ხო? ბიჭო, არ არის გრენდაიზერი. გავს. ვინც ღერის გრენდაიზერი, იმის ხმა არის. ოღონდ ეს არ მაქვს ნახე, ეს აუტროა თუ არა, ანუ ეს ინტროა თუ აუტრო, ეს არ მაქვს ნახე. ის ხო დასაწყისში რაც არის რა, თუ გინდა რაღაც გააკეთო, ეგრევე გააკეთე, ხო არ შეიძლება მინიშნები. ხო, რაღაცა იმას გავს, აფორიზმს. ხო. არ შეჩერდა რაღაც გამოთქმა არის რაღაც ეგეთი, აი თუ გინდა რაღაც ნუ გადადებ და რაღაც, ხო? just do it. just ხო. თიკაფაცაცია სიმღერა არის. არ გაჩერდე, ხო. ამ ყველაფრით დაფიქსირება არის შეუძლებელი. გინდათ გადავიდეთ. ხო, არა გამორიცხულება გამომწე. კაი. ასე არის. მეორე მინიშნება, მეგობრებო. ეგ არის. მაგრამ მეორე მინიშნება. მე ვერ ხედავ ხო. განახედე ეს. ჯერ ხახმა ნახოს. ეს ვლადიმიროვიც რა მაგრაგავს. თქვენს გაჩვენებთ მაინც. და თქვენ კი შეგიძლიათ მსჯელობაც დაიწყოთ. ნამდვილად ეს ყაოსიდან ხო არ არის. დროს ისევ დრო წავიდა. ისევ იქ ამიყვან ეს ხა აღმაშენებელი. სად მედიხარ? ეს რა მაგრაგავს? აღმაშენებელი. ვლადიმიროვიც. მაგრამ ეს ტიპი ვინ არის? რომელზე ამბობ? აი ეს ტიპი. რაღაც ვიკითხები მაშინ რომელზე ვინ ვამბობ. არის ეს ადამიანი? ნუ ეს ქართული რა იცოდე? აღმაშენებელთან კავშირდება. ხა რა წერია. იმიტომ რომ ის იყო რა წმენდა კი არა და ის რომ მოაწყვრა რა ერქვა მაგას კაცო სასულიერო პირები რა შეკრიბა დავით აღმაშენებელმა. უისუბნით. ხო, კრება. ის ტიპი მაბნევს ის ვინ არის? ეს რაღაც ცოტა აქეთ არის თან თუ რა ჭირვალები არა. შეიძლება ისეთი ადამიანი იყოს, რომ ძალიან შეგწხვეს მაგს თვალის და ამიტომ ოსო ვერ მოასწრეს სულაც როგებდნენ დაეხუჭა თვალების პიშკაზე შეიძლება. აუ გავრისკავიჭა. ორჯერ გარისკავიჭა და ორჯერვე წააგებ. არა, წინაზე შენ გამოგავრისკე ხა? მე კაცოფისო ჭამდი და ხილი. ეს ცოტა აქეთად რო არის, აქეთად რო არის. ხო, რაღაცა დროშიც წოდებული არ არის, ეს აქეთ არის რა ცოტა ჩაცმულობა. ქართულსაც არ გავს ბიჭო რა. წითელი თმებით? გავლი ვლადიმიროვიჩია მეთქი რა. თვალები რატოა? ან თვალები არ აქვს. აი თვალები დაანებე. აუ ეგ უგონია მე მაგას დავაფიქსირებ. ამაზე აპირებთ რომ დააფიქსიროთ? ხო. თქვენი რაუნდია, ანუ შემდეგი ხო, მაგრამ იმას თვალა დავაფიქსირო. ამაზე გამოიცნობენ? მოიცი. აღმაშენებელი. მე მაგრა იმას ვიხრები მაგეთკი. მაგქონა პირველ ის просто იდეურად. აუ ის ხო შეიძლება ჩვენ თავში არის ხა ის რო დაკავშირდა იმასთან იათვლა. ინგლისურ ტექსტს ხო არ გამოიტანდა მნიშვნელოვანი იყოს ხო იცი რომ მე არ ვიცი ინგლისური და ეგრე ხო არ გაგვიჩალიჩებდნენ. არა, ალბათ. ახ შეიძლება. ეს მითხარით ვინ არის და ვაფშე იმათმა წაიგონ ქულა რა ეს. ალექსი რას გვირჩევ დავაფიქსიროთ გავრისკოთ. ძალიან მინდა რომ გირჩიოთ, მაგრამ არ შეგიძლია. აღმაშენებელი? მიჭო კი. და მე ისინი ტატო რას ფიქრობ მოიხსენი. ბიჭო აი თეორიულად სხვა ვინ შეიძლება იყოს? ნუ გაი სხვა მეფე არა. სულ ხმალი ეჭირა და სუსისხლი იყო და რავი ხა გავრისკოთ. პრინციპში დიდად ციბერემდეც ბევრი ვერ აღწევდა. არ ვიცი თქვენი გადასაწყვეტია. ეს ვინ არის ბიჭო? აი არ ვიცი. ორი კეთი ანგარი. რუსი გენერალი იქნება, ესე მგონია რა. რუსი რა შეაშე. მაშინ მე მგონი რუსები არის. რა რუსი გენერალი უნდა იყოს ეს? მაზანიაშვილი. რუსსაც არ გავს ეგ. დრო გავიდა. არა ეს დრო გავიდა. გაუქმეთ. გაუტოვოთ? ხო. კაი, არ ვისწრებთ. არ გარისკეს მეგობრებმა. ბიჭო, რა ხდება? რა ხდება, ახლა გავშიფროთ. ვაფშე ყველა ამათ. ამბანია ძველი ხო? მოგწარ. ქართული. ხო. ვიცოდი, ძველი ქართული ამბანი ვიცოდი აშკარად და ეს არ არის. ეს ვინ არის? ეს თანამედროვე ტიპი არა?
თანამედროვე და აშკარად 19 საუკუნეა. არა, ამაზე თანამედროვე. ვინმე გეცნობა? ბიჭო, ქართული ამბანი უჭირავს ყველას, ხო ხედავ? ხო. არა, ქართული ამბანი შევა არ არის. ამბანია აშკარად, აი ნახე არ მეორდება ასო რა. просто არ მეცნობა ეს ახლა რო უყურებდო. ასოები არ მეცნობა. ორნი რატო არიან იქ? სომხურ ქართული ამბანი ხო არ არის? მესროპ მასტოცი ხო არა? შეიძლება რომ არა, არ გონია. არა, ქართველი უნდა იყოს, ხო? გამოსაცნობი ქართველია. ბიჭო, ეს მართლა სომხური ამბანი ხო? არა. ასოები არ მეცნობა просто. რავი, ვერ გამსგავსებ ძველ ქართულს. აი, ასოს ვერ ცნობ, ასოს ვერ ცნობ. ანუ მე ნახე ერთ წამს. ძველ ქართული მე თუ მწერალია თუ რა ვინ არის? არ ვიცი. აი ეს ვინ არის, ხო? ხო და ანუ აი ვერ გავიგე ხე ახალგაზრდული რაღაცაო თავიდან იყო ვაფშე სხვა შეგონება რომ საეკლესიო ეს ბერძნულია ბიჭო მე მგონი აქ ნახე? თუ კირილიცაა საერთოდ? ბერძნულია? არ ვიცი ვერ ვცნობ ხა ეგრე. აი შეიძლება იყოს ახალგაზრდა ტიპი ის ფარნავაზი ხო შეიძლება არის? შეიძლება იყოს ხო? ამბანის ამბავში. ეს ვინ არის? აი წარმოდგენა არც ვერ ვხვდები. ნაპოლეონს ხო? რაღაც საეკლესიო ამბავთან შეხება არის. არის. ეს ნაპოლეონს. ხო, გავს. არა არა. რატო? ხო შეიძლება იყოს რაღაც კავშირში. ნაპოლეონის იმპერატორი ცნობილი ფოტო. ნაპოლეონის ნაკლებად ცნობილი. ბიჭო, აი ხა უყურებ და კიდევ 30 არა 36-ი ეგ არის ქართული ამბანი არა 36-ი ვარ რა გულს 36 იყო ვერ ვცნობ რა შეიძლება ის არის შუას რა ერქვა და შუა ამბას პირველს კი არა მეორეს ასომთავრული მეორე ნუსხა ხუცური და ეგ იქნება ალბათ ვერ ვცნობ და ასომთავრულს არ გავიგე და ეს ორნი რატო არიან ანუ და სხვადასხვა ანაფორებში რატო არიან ვიცი დრო ცოტა რჩება შეგიძლიათ ორქულიანზე, მაგრამ ნუ ორქულიან აჩისთან და מחარასთან. ამბანი, აი რაღაცა, აშკარად ამბანი უჭირავდა. ამბანთან ახლა ერთი კაცი გასენდეო, მაგრამ ფარნავაზზე პირველ მინიშნებაც რაღაცა ახალგაზრდა პატარა იყო თან ამბანი. პატარა იყო და რაღაცა ანუ რევოლუციურ ტიპსაც უხდება ახლა, რა ვიცი. ფარნავაზ გავს. მაგრამ რა ვისკოთ ახლა მაგაზე? მე აი ფარნავაზი თუა სიტყვაზე. რა შეიძლება მინიშნება იყოს რომ ამასენი მიხვდნენ კაც მაინც. გავატაროთ მაინც. ძალიან შეიძლება გამარტივდეს. გავატაროთ. არა, კაი გავატაროთ. ეს არ ვიცი. ძალიან შეიძლება გამარტივდეს. ატარებთ არაფერს. კი, ვატარებ. სიმღერა მორჩა. ბიჭო, ეს კაცი ვერ იცადი. დამთავრდა სიმღერა. ხო, შეჩვენა ივანიშვილი. ხო, დავай, შეცვალე. შემდეგი. შემდეგი მინიშნება. მიდი გაი. შემდეგი ბიჭო, მინიშნება. ვლადიმირს არა გავს, ვლადიმიროვიც. აგრა, პირისა. ინაბეთ. აუ, ეგ არის უჭო. უჭოლი ეგ არის. ბევრი გვაკლია აქ, ბიჭო. ძალიან ბევრი გვაკლია. თქვენც გაჩვენებთ მაინც რომ დახედოთ. და აბა, აჩიმახან კურსასმენები. აუკლარჯეთი. ესა. კაროჩი. პონტო. დრო. დაიწყო? ხო და ეგ იქნება რა. მე ნახე ეს არის საუბრობ დაბრუნებამდე ხო, სანამ დაიბრუნებდა ის. აღმაშენა მე ხო ბევრად უფრო დიდი ტერიტორია დაიბრუნა. საერთოდ ხუნანის ეს კაც მაგრა გორი განახეთ. ეგრისის არის თა. აუ სხვა მე. თქვენც მაგას უჭველი მეფეა, მაგრამ რომელი მეფეა? თქვენც მაგას ვიქნებით. აუ. კაი, ეგ უნდა დავუხსნათ, სხვა ვერსია არ გვაქვს. დრო გაქვთ იმისთვის რომ განიხილოთ. ბიჭო, არ ვიცი რატომ, არა. აბა. თამარ მეფე? არა. თუზე რომელი მეფე ყავდა, აბა? არა. თეიმურაზი, თამარი. ეს კონკრეტული რუკა არ მახსოვს რომელი მეფის დროს იყო რა. თიკა. მარა. თიკა მეფე. თიკა მეფე. მაგრამ ქართულმა ხალხმა ეგ არ დაუშვა, თიკა რო გავა ქართლის სას. რა ისა? თამარი ხო უხდი. თამარ მეფე. წარმოიდგინე რაღაც ისეთ სახე. თიკუ მეფე. რა ხო აი. ის 1121 პროს დაწერია? რა? 1121. ესე წერია პირველი სეზონიდან. სულ წერია მთელი სეზონიდან. აუ, შიზოფრენია დაგეწო. დაანებით. კი მაგრამ რატო გაიარა? მანდ. ორი ფეხი ერთის
განებით. კაი ვერსია გააქვს מחარ რამე? ბიჭო, მან ძალიან მოკლე ვარ. ნახე, ფარსმან, ძალიან მოკლე ვარ. მოკლე ვარ რას ნიშნავს? აღმაშენებელისთვის? ხო, დაბრუნე. ეხლა იგივე ტერიტორია გვაქვს. დაბრუნებამდე ხო არ არის მეთქი. ეს არის რომელიც პროსტა ნახე სხვა ვერსია არ გვაქვს და ამაზეც კავშირდება რა, ეხა ამაზე მეტი ის რა გინდა. იმან გამოიწვია ბიჭო და წეს რაღაც. კი, მე მგონია რომ ისინი დააფიქსირებენ რაღაცას. ლევას ადგენს უკვე. მოდი, დავაფიქსიროთ რა. შემოატრია. ой, და კიდე ერთი რა. აი, ოვაკია ბოლოს. რა ის ხო, იცი ნახე, ლოგიკა კიდე რა მაქვს რა. ეხა ვინც იყო ადამიანები მინიშნებში ყველა არიან აი რაღაც სტალინი ძალიან ცნობილი ტიპი რა. არა, სტალინის ბიჭო ვის ატარებ, ნუ გადამრი. პირველი ვინ იყო? პირველი ვან გოგიც ნუ ის არის რა. აღმაშენებელი. აქაც ეხა აღმაშენებელი. ჩვენ რა იუთუბერებს ეხა ცოტა ისეთ მეფეს არ მოიწევდნენ რომლებიც შეიძლება ნაკლებად ცნობილი. ჩვენ ხა დაბალი IQ შედარებით ახლა რასადროზეც ხალხი თუ იცნობდა ის ბაგრატ მეშვიდეს ჩვენ მაგას ვერ გამოვიცნობთ რა ჩვენ უნდა ვთქვათ დავით აღმაშენებელი იცნობდნენ არა ის 500 ლარს გამოხოცავდა ერთმანეთს ვაფიქსირებთ აფიქსირებ? ხო ნამდვილად. ხო გავრისკავთ რა ეგრე მოდის მაგრამ მომწონს ის არის დავით აღმაშენებელი. ხო კაი. მოიხსენით? დააფიქსირეს ვერსია აღმაშენებელი მაგრამ ხო? დავით აღმაშენებელი თქვენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ რაც თქვენ სწორი არ არის. ვაიმე არ არის სწორი და თქვენია ბურთი და მოედანი ამ კითხვაზე. ეხლა აქ უნდა ოფსები ნახე. არა, ოღონდ ხო, თქვენია ბურთი და მოედანი. ორი ვარიანტი გვაქვს რა რეალურად. დროის თემაში აღმაშენებელი არ არის. აღმაშენებელი ვერ იქნება ვერანაირად დაჟე ბაგრატი რო ვიფიქრეთ საქართველოს გამაერთიანებელი, ხო? მაგრამ არ არის, რატო იცი? ნახე მთავარი რა არის აქ რა. თბილისი არ უკაზეს ეს. ხო, ეგრესიო და თბილისამდელია, ხო? ხო, ეს ფარნავაზია რა, ხო. ალგალარძეთი ეგრე ვერ გამოდის, იმიტომ რომ ხო, ანუ არ არის. ბერძნები, ნუ ეხა ბერძნები ან ძველია რა, ძალიან ძველი არის რა. სავარაუდოდ შეება ქრისტეშობამდეც კი აი, არის. ეხა ფარნავასთან ეს კაცი არ ვიცი, აკავშირშია, მაგრამ ეს ხალხი კავშირშია, რომ ქართული ამბანია აშკარა. აღმაშენებელი და მოვიგებდი. ხო. ეს თოკი დაიწყო. რა? ვერ თქვა აღმაშენებელი ხომ მოვიგებდი, ვითომ აღმაშენებელი არ ვთქვა. ხო და აშკარად ის არის, ქართული ამბანია, აშკარად. ეს არ ვიცი ვინ არის, მაგრამ ბიჭო, ამბანი იყო თავიდანვე, ანუ 36 ასოა თან. ხო. ძველ ქართულ ამბანში იყო 36 ფარნავაზე მარტივი იქნებოდა და ხო. აი 36, ანუ ქართული ანაღდა რა, ქართული ამბანია. ხო. აი, ორნი რატო არიან ესენი просто? არ ვიცი. ანუ ძველი ამბანი, სამი, შეიძლება სამი ამბანია. ხო, სამივე ამბანია შეიძლება რა. ხო. ის კაცი ვინ? ეს არის. ის შევკაც ვიღა იყო. ეს არის გასაღები აი აა, ვინმე რუსი გენერალი ხო არის თქო. ბაგრატიონი ვიფიქრე, ბაგრატის გამო ბაგრატიონი ვიფიქრე, ბაგრატიონი ხო არა? ბაგრატი ხო არა? ბაგრატი არ არის, თბილისი არ არის. აშკარად და რავი, ბაგრატი როგორ იქნება? ვახტანგ გორგასამდელი არმაზია, მწყეთა. რუსიფიკაცია ვინც არის? ნუ მწყეთა არის დედაქალაქი შეჩემაგე, ხედავ? ხო, ხო. უპასუხოთ ხო? ხო და ბაგრატი ვერ იქნება, ამაშენებელი მithumeც ვერ იქნება. იყოს ფარნავაზი. ფარნავაზი ვიყრით ხო რა? ანუ ინდიათ ფარნავაზი ჩანსო უნდა იყოს მარტივად და მაგითო ვიტყვით მარტივს არ ვარ გავართულე. შეიძლება არ არის, მაგრამ ხო ამბანები ის გამოდა რაღაც. გინდა რომ დააფიქსიროთ. ხო, ვინდა? ფარნავაზი. არნავაზი. ეს ქულა არ გათამაშეს. ის ამოწყდეს ვინც თქვას რომ მართალია. არ მეგონა თუ გაუხარდებოდა. ნახე ამას ფარნავაზი რო ეთქვა. ამათ არ ვთქვა, ნახე ფარნავაზი. დავით აღმაშენებელი გეთქვა ჩვენც ფარნავაზი ვთქვა. მართალი არ არის, მაგრამ სწორია ეს პასუხი. ეს არის და მოგიხაზე. ეს არის ფარნავაზი. ეს ფარნავაზის დროინდელი სამეფოა, კი ბატონო, სწორად გახსენით. ეხლა ვაფშე ისტორია, მათემატიკა ხო არის, ისტორია არის. ამბანის შემქმნელები არიან სამივენი. ესენი არიან კირილე და მეთოდე, სლავური ამბანის შემქმნელები. სლავურია ხო გითხარი? ეს მესროპ მასშტოცია, რომელიც გახსოვთ. ისანი მაგითო ხო? ეს თვალებზე აჩი და מחარ დააკვირდნენ, თქვენ რატო არ დააკვირდით? კაიფიათ. ვის არის? ლუი ბრაილია. უსინათლოა და შექმნა შესაბამისად ამბანი უსინათლოებისთვის. ვერ არ ჩემს ვიცოდი ამბანს ძველი ქართული ამბანია, არ მეცნობა არსო თქო რა. მოდი, ეს ამბანი ვაფშე ვერ ბოლო მინიშნებაც ვნახოთ ერთქულიანი. აი. ეს არის ბოლო მინიშნება. ხო, გამოქვაბულში ბილბო პროლობს განძს, კი. და პირველ მინიშნებას რაც შეეხება გრენდაიზერიდან იყოს სიმღერა, ოღონდ არა ის მთავარი სიმღერა. შენელებული. არა, სხვა სიმღერა იყო, ის კაც სიმღეროდა აშკარად. გრენდაიზერი არ, ანუ ძუგფლიდი არ იყო, ქოჯი იყო.
ეგ. კუჯის პონჩი. და მან ვიპოვეთ ეგეთი საინტერესო პარალელი, რომ ქოჯის უყვარს გრენდაიზერის, ანუ იმის რაღაცა პლანეტის პრინცის და ქუჯი მოიყვანა ფარნავაზის და. მაგარი პარალელი ჩახმავება არ იყო საჭირო. მაგარი პარალელია. ბიჭო, ამით არ კოჯი რო გამოჩნდა ერთ-ერთი, ეგ არ იქნება მინიშნება. ჩვენ ამით ერთადერთი. ფარნავაზი ხო თქვით ვასიათ, მე ამაზე ხო? კაი, ფარნავაზის შესახებ მწირი ცნობები გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს ნახოთ ვიდეო რგოლი. ეგრისის მთავართან დაახლოების შემდეგ ქართლის უკანასკნელი მამასახლისის ძმისწული ფარნავაზი სამეფო ტახტის დასაბრუნებლად იწყებს ბრძოლას. გაერთიანებული ძალებით ფარნავაზი და ქუჯი მცხეთიდან ალექსანდრე მაკედონელის სარდლის აზოს გაძევებას ახერხებენ. გამეფებიდან მალევე ფარნავაზი არაერთ რეფორმას ატარებს, რომელთა შორისაა ქვეყნის საერისთავოება და სასპასპეტოდ დაყოფა, ციხესიმაგრეების აშენება და არმაზის სალოცავი კერპის აგება. ლეგენდის თანახმად ფარნავაზი ქმნის პირველ ქართულ დამწერლობასაც. 65 წლიანი მმართველობის შემდეგ ფარნავაზი სამეფო ტახტს მის ვაჟს საურმაგს უტოვებს. ფარნავაზის გარდაცვალებიდან 9 საუკუნის განმავლობაში ქართლს ფარნავაზიანთა შტოს წარმომადგენლები მართავენ. ოთხით ერთი ანგარიშით ვაგრძელებთ მაძიებელს და ანცეთ დაძაბული ერთი მხრივ, მეორე მხრივ სახალისო თამაში გვაქვს და გადავდივართ მოვლენებზე. ეხლა უნდა გამოვიცნოთ მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან. მოვლენებზე უკვე ჯერჯერობით ტატო და კალას ეკნებათ უპირატესობა. ნახოთ პირველი მინიატიურა. ვინც იწყებს აშკარად ისაგებს ყველა რაუნდს ჯერჯერობით. კაი, აღარ გიათ ეს ტირილი და. მოკლედ პირველი მინიშნება, მეგობრებო. კარდონით გამოჭრილი აები. მოვლენა, ხო? მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან. აჰა. გავიკეთოთ? გაიგეთით. თუ აღარ არის საჭირო. 4-ია? არა, 4-ია. არ ვიცი. ან თვითონ მინიშნების მასალას მიაღწევ ყურადღებას უბრალოდ ეგრე. არა, 4 წელი არის, ხო? მოვლენა. მოვლენა. იფელის კოშკს გავს თან ეს აები. ხო. ზე ნებისმიერ კოშკს გავს. ეიფელს არ გავს კაკრას, просто კოშკს გავს. აი 4-ზე გამიელა თავში კონტინენტების სახელები იწყება 10 ეურის. არა, ამერიკაც არ იწყება აზე იდეაში. ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა. აფრიკა, ყველაფერი ასე. 3-ია, ხო. ისინი ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა. ნუ ამერიკა რო გაერთიანო, გაიხო. ხო, 4-ია. რა 4 პირველია. მოდი, რა შორი ოლიმპიადა ხორშელი, ჰა? 4 კაცი ავიღოთ რა, ანუ. ხო. მაუნტ რაშმორის. 4 კაციანი, 4. ადამიანი არ გვინდა მოვლენა. ხო, მოვლენა, ანუ რაღაცა 4 რამე ჯგუფი შეიძლება იყოს მუსიკალური? ან 4 აზე იწყებოდა ყველაფერი აი მინიშნებაში. მაიცა? არა, ეგ მოვლენაში ადამიანი გამოვა, იმაზე წავედი. ადამიანის მიხედვით შეიძლება მოვლენაზე გახვიდე რა. მე იმაზე წავედი. რა ქვია, ეკონომისტი რო იყო, რა ქვია, როგორია. 400-ის რო აქვს. თუ 4 პი აქვს იმას, 4 პი. აი, რამე კომპანიის ან რამემის სიმბოლო ხო არა? აები ან აუდი. American Airlines მაგალითად. ხო. 4 ტუზი. ტუზი ხო. 4 ტუზი შეიძლება იყოს ესეთი 10. დიდი ყომარი. 4 ტუზი. 4 ტუზი დაეცა. ძალიან რთულია პირველი მე. ხო, არა, შეუძლებელია. ვფიქრობ. ხო, შეუძლებელიც გქონია. შეუძლებელთა კატეგორიაში შეიძლება გაიყვანა. 4. ეს 4-ია, კაცო და პირდაპირ მოუპასუხებს ამას. არის ეგეთი ხალხიც? იქნება. კითხვაზე უპირატესობა გაქვთ, ანუ სამკულიანსაც თქვენ მიიღებთ. ხო, იმიტომ ეჭვმა ამით ვერ გამოიცნობენ ისინი. აი, ამით თუ გამოიცნეს, ეხლა მივდივარ, მე ვალაგებ და გავიდეთ. და მე მოგდოთ არ დავხარჯოთ დროს. გადმოგიგდეს. ეს არის მოვლენა, ახლა არაფერი არ იქნება. რამე ვერსია. ასაღელვებელი. რამე ვერსია გაქვს? ნებისმიერი. არაფერი არ იქნება ასაღელვებელი. კიდევ მინდა ერთი მინიშნება. არა, მინიშნება აუცილებლად გვინდა, მაგრამ ვიმიჟელოთ, რამე ასოციაცია, რამე ვერსია გაქვს? ერთი ძალიან სისულელი არის შეიძლება, მაგრამ ის ვიფიქრე, რამე ხიდის მოვლენაა. ხიდის თაღები ხო არ არის მეთქი რაღაც 4 ცალი? ჯოფლიო, კი. მოვლენა ხიდის აშენება, არ ვიცი ან რაღაც. ეიფელის კოშკს გავს ძალიან ისე. ერთი ცალი. ესე დააყენებ.
ეგეც საინტერესო ვერსია. 4-ია. არის ეიფელის კოშკი. ხო. აი, ანიშნე, მახარ. რა სვანიშნები? მართლა არ დაინახავთ. დამაშლე. თვალებად იქცნენ. თუ ეგარი უცხარი. კაი, არა, საინტერესო. 200 ვასწრებ. მესამეზე არ ვინაფერს მოხდოს მართლა. საინტერესო ვერსია ეგეც თან. თან კარდონი რო არის მაკეტის ამბავი არის რა. ეიფელის კოშკი შესაძლებელია. აბსოლუტურად შესაძლებელია. ეს გამოვიცანი მე ხო, წავალ. მაგრამ ვერ გასადროშში გუნდ შევკრავ. ვერ გავრისკავ თალღას. თან ნახე ბიჭო ეს როგორ დაემთხვა ყველაფერი. კი. ხო. ეთანხმება. ჩახაზულია მთელი. ეთანხმება. კაია. და ეს უბრალოდ დასაბნევად იყო რომ 100 ფორმა არის, რეალურად ის არის რა. ეიფელის კოშკი, ძალიან კაი ვერსია. შექმნა არის თუ ჩუქება პროსტა. მოვლენა უნდა გამოვიცნოთ, ანუ. რა ჩუქება? ანუ შექმნა, მოვლენა აშენება თორე ჩუქება რა მოვლენა? აი ხა თქვენ ამერიკა, ხო, ამერიკას რო ჩუქს. რა შეიძლება? ამერიკას იმაში აუჭერი, თავისუფლების განაგებაში. მაგრამ ესეც ხო. აუდი ხო არ არის? აუ, ეგ ვერსია ძალიან მომწონს, მაგრამ როგორ გავუისკოთ ბიჭო. ნავზე თვალებს ძალიან შეხედა მომწონს ხა და რაღაცა. მე გავრისკავ მოდი რა და აუ, პროსტა ვჩუქდით ახლა ხულებს ეგრე ხო, მაგრამ კამბექი, აჯუქე უცხოს მაგრამ უარ ჩუქე. სამი ქული. საყვალესი კამანდა, მოხუცი და მოხუცის აღმზრდელი. რა გიდა? თუ ვერ დაინახეს ეს თემი ემიგრაცია არის ხა აქ რა ერთ კადრში. მე მგონია რა მოხუცის მოვლელი. ერთად არიან. ეს უსგზავნის ეს. გავუქეთ. არ ვიცი ხა, ნახე მეიფელის კოშკი ვთქვი ყველა სახეზე ვაკვირდებოდი და არავის არ ქონია რომ ვაა და რაღაცა და მაინც მე ვიტყვი რომ გავატაროთ მოდი. არა, სამქულას ავიღებ. ეიფელის კოშკი. არ არის, არ არის. ეს 4-ხულიანია. ხო და სამი სამქულიანი მინიშნება მათთან მიდის ჯერ. იმათთან მიდის. ხო, მაგრამ ეს ცხოველი შეჭამს ბიჭო, რაღაცას გამოიწვევს. ეს თუ ვერ გამოიცნეს, რაც შენ თქვი, არ მგონია რომ მივიდნენ მაგამდე. მაგას ხომ იგნება რა, კაი, მაშინ გავატაროთ იმათმა თუ ეიფელის იდეაში ის მომწონს, მაკეტური ამბავით მომწონს რა. თუ გამოიცნოთ 5-4 ხდება, უგებთ. გავრისკო? თუ 3-ს გამოიცნობენ 7-1. თუ გავიხიე, თუ დაგვერხან. კულუსი დაკარგე. მიდი, ხა, აიღე შენ თავს. მე ძალიან მომწონს ვერსია, მაგრამ ანუ აი პირველი მინიშნება რა. არის ბიჭი, ის იმდენად გემრიელი ვერსია იყო, იმდენად კარგად მოვიდა თავისი თქმებაში, რომ სხვა მინიშნებით არ ვიცი. აუ, თან მაგრა იყურება. და შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცა არის. მაკეტი ისა ნიშნავდეს, რა და მაკეტ ეიფელის კოშკი მოდი. აფიქსირებთ. ხო, დავაფიქსირებთ. კარგი. ანუ დაახეთქე კალამი არ არის. ახარაშვილის სასწაული ახლა. მოიხსენ. აუ, მიდი რა, მიდი. დააფიქსირეს? დააფიქსირეს ვერსია, კი. აგიჟდი. დააფიქსირეს ვერსია და მე ველოდები რომ დამსწრე საზოგადოება ამყვება. ჰოლივუდია? ჰოლივუდია? ბიჭო. არა? კომენტარებში რა მოხდება ახლა? ბრავო! ელემენტის ის ეიფელის კოშკი. მახარა სასწაული. ბრავო მახარა. ეიფელის კოშკი. ძალიან მაგარი ვერსია. ეიფელის კოშკის აშენება. მოგითხარ ეიფელს გავსკოჩეს. გავსათქვი, კი, კონდათ ეგ ვერსია? ეიფელს გავსკოჩეს. მაკეტია აწყო პირდაპირ ეს 4-10. ბიჭო, იმდენად ლამაზი ვერსია იყო პრესტა, ეს 4 წალის შეკრა. ბრავო. ოი, ეს აგები გავი. თქვა რომ ეს თუ გამოიცნეს, ეს თუ ეგეს მივდივარ თქო. აი, ამით თუ გამოიცნეს, ეხა მივდივარ, მე ვალანგებ და გავიდეთ. აი, უკვე მაგრამ ვაკეთებდი ნახას, პროსტა ხაზავდი და ეს არის ეიფელის კოშკის პირველი თარგი რა, როგორც დაიწყეს რომ უსმენთ რომ რაღაცას ეს პირველი თარგი მაინც მექანიკური კონსტრუქციული მექანიზმი. ეგრევე შეკრა ისაა. კი, საღლეთ ესე რომ დავაყენო. მე ჰემდან ნეწყის გამოყენები. პირამიდის პრინციპით 4-ია. თან კარდონის შემთხვევითი არ იყო, მაკეტისკენ მე რა კარგი ისკენი ამათ თქვა რომ ეიფელის არამეთი არ გავსტყო. თქვა 4 არ შეგიერთებიათ, ხო? 4 წელი. არა, პროსტა ბიჭო, ახლა მანამდე ჩვენ აუდი გქონდა. შემდეგი მინიშნება იყო ეს. კიდე კარგი. ანზა ჯობია ეიფელს. არა, სხვაგან წავიდოდით არა, ეს არის თბილისის ჯობია ჯობია ეიფელს. ეიფელს. ანუ შემდეგიდან ავიღებდით. ეს შენს კომიცი ჟანრი. მაგრამ თუნდა ფრაზა რომ ეგეთი მოტივს არ მოგცემდნენ. მერე იყო ტექსტი ცნობილ ხელოვანთა მანიფესტიდან, ჩვენ მწერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები და პარიზის აქამდე ხელშეუხებელი სილამაზის გუმხურვალი მოტრფიალენი მთელი ჩვენი ძალითა და აღშფოთებით ვაპროტესტებთ წაბილწული ფრანგული გემოვნების სახელით. ბიჭი, ხო იცი ეს ეიფელის კოშკი თვითონ
ესო მიჭამდა ეგ. კადრში რო ვარ. იმიტომ რომ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც საიდანაც ეს კადრში ვანახოთ, მახარამ როგორ დახაზა ისა რა. დავინჩია რა, იმენა დავინჩია. თავია მინდოდა ესენი ჩვენებინა, მაგრამ არა მგონია რომ მიხდარიყავით და უფრო გავამარტივდა კიდე. თამასობაში ისინი როგორ თავდაჯერებულები იყვნენ. 5-4 ხდება ამ არა გარეშე. 4 ვერ წარმოვიდგენდით რომ 4 ქულიანი საღება შესაძლებელი იყო. ბოლო მინიშნება გქონდა ვიდეო რგოლი ლუმიერების გადაღებული ხედი, ოღონდ ეიფელიდან. და ჩანცი კონსტრუქცია რკინის. ხო, არა, პარაშუტით რო ხდება ტიპი. არა. ჩადიგდოთ მახარამ შოუდა, მოკლედ თელი მინიშნება. პირიქით დადგა. არა. მინიშნება. მე იცი მე მიყვარს როცა ცოტახანი დასვენებული რაღაც ჯალიჩობენ ფართ და მე უბრალოდ ერთხელ ეხა რამე სიგიჟე არ დავქნა. ეხა აღარაფერს დახასუხს. ლეგენდა უნდა და მაშენებელი დაიკლაჩა. ლეგენდა უნდა დარჩეს. ნახოთ ვიდეო რგოლი ეიფელის კოშკის შექმნის შესახებ. ეიფელის კოშკს საფრანგეთის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას გუსტავ ეიფელის კომპანია 1887-89 წლებში ქმნის. მის დიზაინზე მორის კოკლენი და ემილ ნუგი მუშაობენ. ნაგებობის შექმნა 1889 წელს გასამართი მსოფლიო ბაზრობისთვისაა გამიზნული, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლის თავს ეძღვნება. მშენებლობა 1887 წლის პირველ ნახევარში იწყება და 2 წელში სრულდება. ეიფელის კოშკის სიმაღლე 330 მეტრია და აშენებიდან დიდი ხნის განმავლობაში არის მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა, სანამ ნიუ-იორკში კრაისლერის შენობას ააგებენ. საშენი მასალიდან გამომდინარე, ფრანგები კოშკს რკინის ქალბატონსაც ეძახიან ხოლმე. ვაგრძელებთ მაძიებელს, ორი კითხვა დაგვრჩა და ძირითად რაუნდებში, სანამ გადავალთ ინტელექტის რაუნდზე და ეხლა კიდეა მე არის მესამე რაუნდი ჯეოპარდივით. არის რა. ხო, ზაგა. თემების არჩევა ახლა გიწევთ რა. წავედით რამე. არა, 6 ქულაა ბოლო რაუნდში. და სოფლიო ისტორიიდან კიდევ ერთი მოვლენა უნდა გამოვიცნოთ, ამჯერად უპირატესობა აქვს აჩის და მახარას. თავარია 7 ქულიანი მინუს დავიგავიდეთ ამ ტურიდან, თორე წავაგებთ. ეიფელის კოშკი არ მოვლენაა. აშენებ. ხო და დევ თქვით, ანუ ნახოთ. ეიფელის კოშკი ხო არ თქვით პროსტა. უბრალოდ ეიფელის კოშკი ყოველთვის. გავაპროტესტო. პირველი მინიშნება. მოვლენა. აუ ისე ხელოსნური მოვიდა რა. წყალი აპარებს. იურა წყალი აპარებს. ეს არის მარკუს ჟოლოფი. გაკეთა. აი, აბა, უსასმენები. რა არის ეს ბიჭო? დრო. რას უყურებთ ახლა ჩვენ? ეს როგორ სუეცის არხი ხო? ანუ როგორ დავიჭიროთ? აი, ვერ გეტყვით, მაგას ვერ ვერ გეტყვით. აი ესე ასხავს რა. ხო, მაგრამ ესე ეს თუ წყალია, ქვევით უნდა იყოს ყველა ვარიანტში, ხო? თუ წყალი, მაგრამ ეს რა? წყალია. ეს არის მოვლენა? რაღაცა მოვლენა. ცუნამი. ცუნამი ეს რა არის, ვერ მივხვდი. ყველაზე ცუნამი, მილიარდ ნახევარი რომ მოკვდა. ეგ არის, ხო? ეხ ცუნამი რო თქვა, ეგ ცუნამი არ მახსოვს. არა, რაღაცა კონკრეტული უნდა. ეხლა კონკრეტული ცუნამი და ეგრე არა. მაგრამ ეგ ვაფშე არ მახსოვს სახელი მაგ ცუნამის. როგორ არა, იაპონიაში ეგ მახსოვს, მაგრამ სახელი არ მახსოვს. მილიონ ნახევარი. ფუკუშიმა არა. ფუკუშიმა სხვა რაღაცაა. აი, მაინც ფუკუშიმას გეტყვით, რომ ატომური ელექტროსადგურია. ესე ვაჩვენე კამერას. აა, გული გამის და ვერ ვიცნობთ. ეს ხო სხვაგან წავედი. ხო, ეს რა არის, ბიჭო? რა არის? წეთავს, ხო? ეს ნახე, თქვენი დრო. იცი? შენ ხო არ გაგიშდი, ბიჭო. ეს ხო აშკარად წყალია, ხო? ეს. რატომ მიდიხარ რაც შეხები? ხო რა. აშკარად რა უნდა იყოს ხო? თუ ვიღაცა ტიპმა დახატა მინიმალისტურად მილიონ ნახევრიანი ტრაგედია? ცუნამი დაანებით თავი, აღარ გამოროს ცუნამი. საწრუპები ხო არ არის, მაგრამ საწრუპის გამოგონება ხო არ არის? საწოვარი, საწრუპები. ის მარიანას ღრმულზე წავედი რატომღაც და ის რა დაუნახე. არა, ბიჭო, ეს ფაქტი? მოვლენა, ის ხო არის, ბავშვები რო გაიჭედნენ. სად? 13 ფეხბურთელი პატარა ბავშვი წავიდა და იმაში რო გაიჭედნენ. 2 კილომეტრის ეგეც მახსოვს, მაგრამ რატო აბა? არ ვიცი, იქ იყო ესეთ, რომ იქ წყალით აივსო და რაღაცა. აქ რა ხდება? ეს ნაცრისფერი თეთრი, ეს ვერ მივხვდი ვაფშე, ანუ ეს გარეზე სამყარო, ეს არის ტუნელი. აი, ძალიან შორსტრიალ. მოდი თან წინ ვართ, მოდი დავუთმოთ. მიდი აჰა მი. გადავწ. ხო, კი. არ გვაქვს. რა კაი იქნებოდა რომ უხსნები.
ბიჭო, თავარი რა არის, იცი? აბა. ეს უნდა ვიჭია რა. არა, მაგით შევხედე ესე. არ უთხრა. ესე ეჭირა. არ დაგვავიწყდეს, რომ მარტივებია რა. ანუ ფარნავაზი, ეიფელის კოშკი, რაღაც ის არ იქნება. აი რაღაცის დატბორვა სიტყვაზე არ იქნება. ყველე რო არ ვიცი თუ რაღაც სადღაც ის რო გასკდა რა. მაგრამ ეს რა ხდება აქ? მილია გახეთქილი ხო? ბიჭო, მილია, მაგრამ ნახე დინარეს გავს ეს არა? მიწაა, თითქოს ეს მიწაა. ეს გვეჭიროს. ზემოთ ზეთხედია? ხო, არა, რა არის? სხვა კარჟონა ამან რა. დინარესავითაა რა, თითქოს და დინარე და დაიტყო რა რაღაცა. წყალდიდობა შეიძლება. და რაღაცის წყალდიდობა. თბილისის წყალდიდობა 2015-ის. თბილისსა და სოფლო მოვლენაა რაღაც. ეს. თბილისის წყალდიდობა არ არის? არა, ნუ მაინც. კაი, დიდი წყალდიდობები რა შეიძლება იყოს ისეთი, არ გახსოვს ეს. რა, იაპონიაში ყოველდღე. სოფლიოდან არის. ხო. საქართველოს სოფლის ნაწილი არ არის მე. რაღაცნაირად ანუ ისე აკურატულად არ დახატული ეს. უბრალოდ ხო და რა, მილია ხო? მილია აშკარა. მე დებილურ ვერსიას ვიტყვი, მოდი, ეს ამე სუპერ მარიოს ის ხო არა ერთ თემაში მინიშნება. რა? წყალსადენის ის იყო მარიო. არის შექმნაზე ხო არ არის სიტყვაზე. ოკეი, აი, შევინახოთ ეგ ვერსიაც. ხო, ანუ ის პირობითად. მაგრამ ხო, აი სხვანაირად ხო შეუძლებელია რამე იყოს. აშკარად დინარეა, მიწაა და მიწაა, ხო? ანუ შეიძლება ეს მიწა არა? ხო, შეიძლება ეს მიწა. შენობა ხო არ არის ეს. და რა ეს ლურჯი ესე როგორ მოდის? ან აშკარად ზეთხედია ხო? გაჟონა ამან და აქეთაც ასხამს და რანაირადაა ეს ბიჭო? უცნაურადაა. გახეთქოს არ გავს, ხო? აცდენა მოხდა რაღაცა? მილებია, ხო ნახოთ მილებია. მილს გავს, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ის იყოს კედელიან. ამან ხო არ არის რამე მილის. ეს მართლა მილს გავს, მაგრამ ამ ზეთხედით მილი არ უნდა იყოს, ხვდები? ხო? ზეთხედ მილი ხო არ უნდა იყოს. აშკარად ზეთხედით არის და შემაკავებელია წყლის. ზეთხედით თუ არის. ხო ეგრე? აქ ხო შემოჟონა. დრო გავიდა მეგობრებო. ნუ ალბათ არ აფიქსირებთ როგორც მეხუთი თუ არა. გაგიკვირდებას და გაგვიკვირდება. გავატარებ. კი, მოიხსენით. მოიხსენით არ დააფიქსირე არავინ. შობს, მადლობა. კომბოსტო არ არის, აისბერგია. ამაღლა ნუ ფიქრობ. გვეხმარები ახლა. თორე მე კომბოსტო მეგონი. მეორე მინიშნება მეგობრებო. მეორე მინიშნება. ხოთ? ეს ერთად? კი, ხურსასმენები? ნუდი არა, ხურსასმენები. აი მე. გემი? აისბერგი. ეგ არის. არა, всё, ვაფიქსირე. გასაფიქსირე. ხო მიხდი. ჰა? ხო მიხდი. დავი ხუჭო, მანქანის კადრი. გინდა მანქანის კადრით მივახვედროს. დავი მაინც გაიგე. სახელი ქვია. ხო დაიცა, მე თქმა ხარ. ხო მიხდი. მე ვერ მივხვდი, მანქანის კადრით მივახვედროს მეთქი. მანქანა შუაში. მანქანა რა შუაშია? გაიფიქსირეთ. ჰა, მანქანა რა შუაშია მე ამასთან? ამაგარი. ხო, ეგ არის. გაიკეთე ხურსასმენები. ხო, წელი თუ ის. რა საფიქსირებთ არ ვიცი. შეიძლება სხვა იყოს ეგ არის. ბიჭებს. ფორმატის აპრილია. ხო, ტიტანიკი. რა. და ის მოვლენა რა? გატყდა რა, ტიტანიკი ჩაძირო. დაფიქსირებთ. კი. მოჩება. აისბერგს დაეჯახა რა. აშენება არ იქნება, იმიტომ რომ აი იმას დაეჯახა რა. ხო. სამი ქულა. და ეს ესე გატყდა ისა გემი თუ რა იყო? შევიდა. წყალი. ეს ვისი ნახატია? ეს არის სქემა, როგორ დაეჯახა ტიტანიკი აისბერგს. ფრაგმენტია სქემიდან ამოღებული იმ წერტილის, სადაც დაეჯახა და ამითიც უკვე ის იყო გასაგები. აისბერგის ფურცელი ეჯახება ეს ტიტანიკს. ქვია ბიჭო. ეს სწორი პასუხია და ანგარიში ხდება 8-4 მეგობრებო. ეს რა? ანუ ეს ცხელიც რო ვიდრე იყოს. ახლა გადაიდე და ხა კონტენტი გააკეთე, ჭამე. ვა, მაგრამ გაუჭერით. ჭამ მაძიებლის ბიჭო, რეკვიზიტი. კაც ორი ვარიანტი მქონდა. ერთი ეს აღწერს ფილები რო ერთმანეთს ეჯახება და მთაიზრდება. თან ის აისბერგმა ვაფშე სხვაგან წამიყვანა და ეს რო ეს არის შემდეგი მინიშნება. ეს რა არის? რო დაათვალიერებთ ჩაძირობანა თამაში. და აი, კაი მომზადებული იყო თან. ეს არის ბოლო მინიშნება. ხო, მე მგონია რომ ჯერ ეგ უნდა ყოფილიყო ბოდიში ვერები, მაგრამ ეს ძალიან მარტივი იყო. ამე ორი შეიძლება მივიღებ მაგ შენიშვნას, მაგრამ თან ვიფიქრეთ რომ აი ატლანტის ოკეანეში აქ დასმული პინი ეგ უფრო რთული იყო დაჟე. ეგ ალბათ ამერიკო ვესპუჩის მოგზაურობას გავიდოდით. კაია. კარგად. კაია კი არა იმე.
ფავორიტები. უხერხულია. რატო ჩათვალე რომ ფავორიტები ვიყავით? ნუ ერთი ენციკლოპედია, მეორე ენციკლოპედია. შეჭმა ხუთი მოპედი გიყენია და რავი. საფეხბურთოებში. ნახოთ ტიტანიკის ჩაძირვაზე ვიდეო რგოლი. 1912 წლის 10 აპრილს ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკის მიმართულებით იმ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ლაინერი ტიტანიკი იზრდება. გემზე 1320 მგზავრი და ბორტის 892 წევრი იმყოფება. ატლანტის ოკეანის გადაცურვისას 14 აპრილის ღამეს ტიტანიკი 6 სასიგნალო შეტყობინებას იღებს სხვადასხვა გემისგან, რომლებიც 2 უზარმაზარი აისბერგის შესახებ აფრთხილებენ. ტიტანიკი საათში 41 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს, რის გამოც მობრუნებას და შეჯახების თავიდან აცილებას ვერ ასწრებს. სასწრაფოდ იწყება 20 სამაშველო ნავის შევსება, თუმცა ბორტზე გაცილებით მეტი მგზავრის ყოფნის გამო მსხვერპლი მრავალრიცხოვანია. 15 აპრილის დილისათვის მხოლოდ 710 ადამიანის გადარჩენა ხერხდება. გავაგრძელოთ თამაში მით უმეტეს რომ ერთადერთი საქმეა გამოსაძიებელი დარჩენილი და ეს საქმე იქნება რაღაც გარკვეული ტიპის მოვლენა საქართველოს ისტორიიდან. ჩვენ პასუხობთ ისევ? არა, ისინი იწყებენ. ეხლა ჯერ ტატოსთან და კალასთან მივა ეს მინიშნება, ხეხული იყო უკვე. ამდენი სწორი პასუხი ბიჭებმაც რო გასცენ პასუხი. პირველი მინიშნება. ეს ინგლისური ტექსტია. ნიმაგუ. მიდი რა. თქვენ კეშ ხო დაინა. ტრანსლეიტა. წაკითხოს ვერ მოვასწრებ მაინც. კაი. რაღაც თურქული სერიალი. ორსასმენები? მე მგონი რომ საერთოდ არაფერს შეიძლება დაბილთა ტექსტი. ბლუტივის 4 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ყავსო და სერიალი აქვს ბეჰზატ-C, ეს ამის მინიშნება არის რუბრიკა. არ ვიცი. პოლიციური დრამა ანკარაში, თურქეთის დედაქალაქში, სადაც მთავარი გმირი არის უზრდელი მწეველი ალკოჰოლიკი, რომელიც იძიებს რაღაცა кейსებს და თურქეთის თანამედროვე პოლიტიკით არის ინსპირირებულიო და თანამედროვე დღევანდელი ცენზორული კანონებით უმეტესობა, რასაც ეს აკეთებს, ანუ იქნება ცენზურის ქვეშ, რა მოქცეულია, რომ ეწევა, რომ სვამს და რომ იგინება ალბათ. ლიცენზიაზე სექტემბერში უნდა შეიტანო განაცხადია. ანუ ქართული მოვლენა რამე ეგეთი? ო, მაგრამ ნახე ძალიან მარტივი მოვლენა უნდა იყოს რა. ცხელი ძაღლი რო დააკენსელეს კი არა და დაგზავნილი სეზონი რო იყო ერთი ეგ მახსენდება სერიალებზე, ქართულ სერიალებზე. ხო, არ გამოუშვეს თავის დროზე და ცხელ ძაღლს გაჰავს. ხო, და იმას მოუთხრებდნენ ახლა ცხელ ძაღლს კიდე מחარას კი რა ვიცი. ის გიჟი არის უყვარს მაგრამ. არ გამორიცხული ჩვენ გავატოვოთ ხება თქვას. მართლა? 4 ხულიანი ბიჭო. არ ვიცი, ინგლისური არის საჭკომ ნაუთქნო, 3 წუთში ვერ ჩაეთიო, მაგრამ თუ გადავუწაგდე შევა მივიდეს მაგამდე რა. და კაი, კიდე რა შეიძლება? ეხლა გამახსენა სერიალი ნონა გაფრინდაშვილის თემა ხო არ არის თქო რაღაცა იქ რო უჩივა. რაღაც სიტყვა სერიალების ან რაღაც ქართულ მოვლენაზე. აა. კრიმინალური სერიალმა უნდა გადაიხადოს ჯარიმაო რა ფაქტია. ხო. რა მე გვახსოვს ეგეთი? ჩვენ ხო არ გადაგვიღია რამე ისეთი რომ ქართული სერიალი. ანუ კრიმინალური თემები სადაც ხდება რა, ანუ სერიალში. ნუ აი ცხელი ძაღლი კაი ვერსია. ხო. აკრძალული სეზონი. ხო, ეგრე ქვია, აკრძალული სეზონი ქვია იმას, მართლა. ხო? ხო, და თან რაღაცა თემაც, ტექსტის თემაც არა რავი, არ გავრისკოთ მაინც. იმათმა რა აიღონ მე. აიღონ, ვითოთხია ანგარიში. ხო, ეკუთვნით. ანუ თუ აიღეს, ეკუთვნით ესე იგი. იმას მაინც ვიტყვი ვერსია ქონა, წაღა ვერსიაც არ ქონია. აი, იმათ თან ხე გარისკვა შეუულიათ მარტივად, მაგრამ ვიგებენ რა, თავისუფლად შეუულიათ რომ გარისკონ. თუმცა სამი მინიშნებაც თქვენთან. ხო, აი, თუ გაგვთ შეიძლება ამითი აიღონ. ეხლა რომ გავმაზოთ, მე იმათ ორგული აიღო, ფაქტობრივად ამას ვაგებთ და სამიანი, ორიანი. კი, გავატარეთ. გავატარეთ. არ უპასუხეს. გაიკეთეთ კურსესმენები. არ უპასუხეთ, ბიჭო. მიახდო ის ეწავ ეს იმას რა მაგრაკავს ბიჭო მე ჩვენ იმაში ვარ რაღაც ჯარიმა აქვს გადასახდელიო თურქულ სერიალს რა რო ეს ახალი სერიალია which has ეს აზია ორიგინალური მოვლენა საქართველოს ისტორიიდან ეს ტექსტი წავკითხოთ მნიშვნელოვანია which has more than 4 million registered users according to the company features shows like რაღაცა a gritty cop comedy set in Ankara the Turkish capital where the lead character is a foul-mouthed
chain smoking alcoholic who investigates cases inspired by Turkish contemporary politics. And then searches rules most of what he does would be censored. რაღაც ახალიც მოიცა? ამდენიც აიგიხა და რაღაც ახალი. ცენზურის ახალი ცენზურის მიხედვითო დაცენზურდებაო ეს სატელევიზიო შოუა რა. The provider will have to apply for licenses. ეს არის ჩეხაროზის ხალხი ჩუქური. აღას თურქულზე ჩუქური. რაღაც არის ახალი რეგულაციები შემოდის მოკლედ და მაგის მიხედვით თურქულ რაღაც სერიალს გადასახდელი ექნება ჯარიმა. თურქეთში? ხო, როგორც მივხვდი თურქეთში. ხო. და ფაქტი მეორე ნიშნავს ჩვენ რაშუაში ვართ? ფაქტი, ანუ მოვლენა, რაღაც მოვლენას უნდა მივხვდეთ, მაგრამ ესე ძალიან რთული არის რა მოვლენა. თურქეთთან ურთიერთობაში, აბა რაღაც მოვლენა გაიხსენდა საქართველოს და თურქეთის ურთიერთობაში. მენა. შეიძლება უახლოესი ისტორიიდან, შეიძლება ცოტა ძველი წარსული. აი, მინიშნება ხო შემიძლია? კი, კაცო, როგორ არის? შემდეგ. არ გოჩქარება არსად, ხო, ეს ძალიან. გადავიდეთ ჩემ. კი. კი ბატონო. ეს არ არის ეფეს კოშკი რა, ეს არის არ დააფიქსირეს, ამიტომ სამქოლიანი მინიშნება, ასევე. არა, ეხლა ჩვენ ვიგებთ მე მინიშნება. რაც არ უნდა მოხდეს წინ ვივართ ყოველდღე. ხო, ოღონდ სამქოლიანი მინიშნებას ჯერ იღებენ დატო დავა. მე მაგიტო გადავიდით რომ ვიფიქრებთ. ანუ აქვს. სამქოლიანი მინიშნება. ოქროსულმა. ჟელი ლობიო, ფანკეიკ ტაფის ნამსხარი, მიძო ხორცბურთი. ჩვენებს მაინც კიდევ ერთხელ და გადავცე. კურსასმენები? ეგა შეჩემა რა. ეგა როგორ კეთდება? არა, შეჩემა. ცხელი ზაღლი ხოთდო. ეგ არის შეჩემა. ცხელი ზაღლი ხოთდო, არა? არ იქნება ეგ? ხო და ეს ანუ ჟელე ლობიო ტაფის ნამსხვრევი ხორცბურთი. მიტბოლ ხორცბურთი, pancake ტაფის ნამსხვრევი, ჟელი ბინზი. ორი რადგან არის? hot-dog. ცხელი ზაღლი. სავარაუდოდ ხო. კაი, სხვა რა შეიძლება იყოს, ეგ გავიარეთ ეგ ვერსია, სხვა? სხვა? Jelly beans, ჟელი ლობიო, pancake ტაფის ნამსხვრევი, meatballs, ხორცბურთი. სხვა არ ვიცი, ანუ სერიალების თემაზე ზოგადად, ანუ საქართველოს თქვათ არა, თქვათ თავიდანვე არასდროს წავედით ციკლაზე, ეგ ვერსია გვაქვს. რაღაცა კრიმინალური ცენზურის შემოღება, რაღაც საბჭოთა კავშირში, რაღაცა ფილმების ჩვენებაზე ან სისტემები ხო შეიძლება იყოს, რომ დაცენზურებული რო იყო და მაგიტო რო არის ეს დაკიდებული ის გრენლანდია და რაღაცა ხორცბურთი, მოტობურთი. აი, ეგ ხო არა რამე, მაგრამ სისტემები რა მოვლენა, სისტემების გადაღება? შეგვიძლია ვთქვათ, რომ გქონდა სფერიფტების გადაღება. ოკეი. ანუ არ იმოვლენა, ოღონდ გქონდა. და შესაბამისად ცხელი ზაღლი არ გქონიათ. არა, ცხელი ზაღლი არ გქონია. იმა გეუბნები ეხლა. ეხა იფიქრეს რომ ახლა აიღებდა ცხელ ზაღს, მაგრამ ყველაფერი აიღო იმან იმის გარდა. უნდა გარისკავდეს. ესეთი ცნობილი ფაქტია, რომ ამაზე ვასება ეგა? ანუ მარტო მაგას უყურებს რა და ხო, მაგრამ ჩამოუთვალე ცნობილი სერიალები და ეს არის. ხო, მაგრამ ახლა ფორმულირება როგორ დავაფიქსიროთ ხო ალბათ პასუხი. ფორმულირება არის რომ ანუ აკრძალული სეზონი ცხელი ზაღლის ალბათ ხო, იმიტომ რომ დაცენზურებული არის დაცენზურებული. ცხელი ზაღლი. ხო. აფიქსირებთ ხო, აფიქსირებთ. ცხელი ზაღლის აკრძალული სეზონი ასე. დააფიქსირეს, კი, ამ შემთხვევაში ეს არის ინგლისური ფრაზეოლოგიზმები, რომელიც პირდაპირ არის ნათარგმნი და არა შინაარსობრივად, როგორც ყველაზე ცნობილი ქართულ ტელესივრცეში არის ცხელი ზაღლი. hot dog, ცხელი ზაღლი. და ეს არის ზუსტად ანალოგიური ამბავი. მე გავიგე. მოიცა ის შინაარსი იყო, მაგრამ არა სანქციები? კი, ეგრე მქონდა. ცხელი ზაღლის აკრძალული სეზონი, რო აკრძალეს სეზონი პოლიტიკური პრობლემების გამო, ანუ ყველაფრის პარალელია თურქეთში რა, ეს სერიალი ბეზაჩი. თავარი გმირი რომელიც გამოძიებელია. არა, აქ წერია ყველაფერი. ინგლისური ტექსტი წერია შენ. აიჩი, ავტორო გადათარგმნა ხოლმე. ბიჭო, სანქციებზე იყო და. ხო, ანუ აქ არის ეს სერიალი მიიღებს სანქციებს პოლიტიკური პრობლემების გამო, რაღაცა მთავარი გმირის გამო, ისე ესა და. გავს ცხელი ზაღლის რაღაც თემას. ასანქცირებენ თურქეთში. თურქეთში სერიალს ასანქცირებენო. ეგ იყო მთელი მუღამი, არა. ხო. ის რო შიგნით რა იმას აიდან გავიდა ცხელ ზაღს. აი ეგრე მაგითი რა.
ჩვენთან რა არის ეგეთიო. სერიალი და აკრძალვა და რაღაცა. და თან პოლიციელების დრამა ეგრეწევია. პოლიციელების სერიალის ცხელი ძაღლი. სუდათ რო თარგმნოთ ინგლისური ფრაზეოლოგიზმები, იგივეა ცხელი ძაღლი რა, ჰორტოლის თარგმანი. ოკეი, წინ ვართ მაინც ერთი. 8-7 დაიძაბა, ძალიან მინდა და შემდეგ მინიშნება მე მესულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ეს იყო შემდეგი მინიშნება. და მე ცოტა ხანში დაგიმატებია 50 ლარს. მაგაზე მიხდებოდი შენ. ახლა ფულია. არა, ვერ მივედით მაგამდე და ბოლო მინიშნება იქნებოდა უკვე აღარ იყო ბოლო მინიშნება. აღარ იყო, მაგრამ ეს სულ ვერ გამოვიცნობდით. დანკინის ჰოთ-დოგი პირდაპირ სახელს გეუბნებიან პირდაპირ სახელს გეუბნებოდით ბოლოს. ცხელი ძაღლი არ მხოლოდ მახარასთვის, ბევრისთვის ძალიან საყვარელი სერიალია, ჩემთვისაც მათ შორის და ნახოთ ვიდეო რგოლი ცხელი ძაღლის შესახებ. 2003 წელს სატელევიზიო სივრცეში პირველი ქართული დეტექტიურ-კრიმინალური სერიალი ცხელი ძაღლი იწყება. თბილისის პოლიციის დეტექტივები ლექსო ნიჟარაძე და ბიძინა თაბაგარი გახმაურებულ საქმეებს იძიებენ. სერიალის სამივე სეზონი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. 2013 წელს კი 7 წლის შემდეგ მეოთხე აკრძალული სეზონი გამოდის. ამავე წელს იწყება მეხუთე სეზონის გადაღებები, თუმცა სერიალს რეჟისორი ზაზა ურუშაძე ტოვებს და ახალი სეზონის რეჟისორი ირაკლი ბადურაშვილი ხდება. ცხელი ძაღლი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ქართული სატელევიზიო დრამის ახალ ეპოქას იწყებს. რვით 7 ანგარიში მაძიებელი გადადის ინტელექტის რაუნდზე და ნახოთ ახლა რა თემები გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში ასარჩევად. ისტორია ვიდეო თამაშებში, ქალები ისტორიაში და სეხნიები. რომელი არ გინდა. მე მგონი ვიდეო თამაშები უნდა გავცხროთ. ხო? სეხნიები. ვიდეო თამაშები არ გინდა. ბიჭო, ვიდეო თამაშებში ორივე ძლიერია. აუ, რამდენად ძლიერებია გააჩნია. სეხნიები, ერთნაირი სახელი აქვს ვიღაცას და ვიღაცა იქ შედარებით კიდე შეიძლება მივიდეთ რა ლოგიკით და ის არ ვიცით პროსტა ფიზიკურად. მე ვიდეო თამაშებს ამოვაგდებდი კაი, აჰა. ხო, დავай. ვიდეო თამაშები გადავ. გეთამაშა ბიჭო. ქალები ისტორიაში ან სეხნიები? იმენა იმას უნდა. აუ, ჩემი ქალები ისტორიაში, კაი. გასაგებია, მაგრამ პატივისცემა საწინააღმდეგო სქესის მიმართ და რა ვარ ციტყვით. სეხნიები სეხნიები მახსენდება, სეხნიები. ის ვიდეო თამაშები გინდოდა ხო შენ? რა თქმა უნდა. რა უნდა რა კითხოს. მე არა, მაგრამ ამას უნდა. ეგეთი მაგალითს არა. რავი, ეს ვერ შუდები რომელი ჯობია, რავი. აუ, ცხელი ძაღლი, როგორ ვერ გამოვიდა. სეხნიები ყველასთვის გასართობი თემა იქნება, იმათაც გაუსწორდებათ. ქალები არ გაუსწორდებათ, აჩიკავთ ქვარი. ქალები აჩიკავთ. ჩოგურჩი ვიცი. ჩოგურთელი ქალები. მარია შარაპოვა და ვსიო. შეიძლება, ეხლა რომ მოვიდეს კითხვა. ფილტრი მაინც არო ქალია, მაგრამ იქ ფილტრია რომ სახელები ერთნაირია? რავი, არ ვიცი, რა შენარჩი როგორც. მედი. აუ, რამდენს მოდი უფრო ის იქნება, გასართობი რომ სეხნები დავტოვოთ. სეხნები ვითამაშოთ. იმათაც ეგ ხო ეგ გინდა. მე სულად ვემიჯნები კალას გაცხულ თემას ქალები პოლიტიკაში. ვითამაშოთ სეხნიები. სეხნიები. ძალიან საინტერესო თემა. ერთმანეთში თათბირობთ ჩურჩულით, რა დაწეროთ და ეს საშუალო. ჩვენ თქვენზეა გადასაწყვეტი. კაი, პირველი შეკითხვა. ხო, პასუხში წერთ ორ ადამიანს, ორივე სეხნიას რა. ოკეი. ხო, ანუ რაღაცას რო გეკითხებით, ორივე ადამიანი მოითხოვება პასუხში. და 3 წუთი გოგ დრო? არა. გონივრული ვარ. ეკრანი არ ჩანს, რა? არა. სარჩენდა? არა, იმენ არ ჩანს. ნუ ხედავ. პირველი. ამ სეხნიებიდან ერთი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარი იყო. მეორე კი ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამა და ლინ-მანუელ მირანდას ცნობილი მიუზიკლის მთავარი პერსონაჟი. ანუ ორი ადამიანი. აქედან ერთი არის ისტორიაში საუკეთესო მხედართმთავარი, ერთ-ერთი საუკეთესო, მეორე არის ამერიკის დამფუძნებელი მამა და ცნობილი მიუზიკლის ლინ-მანუელ მირანდას ცნობილი მიუზიკლის მთავარი პერსონაჟი. ჩვენ მზად ვართ, არის იქით ხო, არა, დროც იდეაში. გვარი ვერ გავიხსენეთ. მეც უნდა დავწერო თუ ეს არა, ერთი არა, ორივე უნდა დაწეროთ. თითოეულის პასუხი თითო ქულაა. 3 2 1. აუ, კაი, გვარს, პროსტა ვერ ვიხსენე. კაი, უნდა შემოატრიალოთ ახლა
გავიდათ, რომ ალექსანდრე ვინ? ალექსანდრე მაკედონელი და ალექსანდრე ჰემილტონი. ჰემილტონი. თქვენთან მაკედონელი ალექსანდრე ჰემილტონი, просто ამას არ უწერია. 2-0. ალფა. ჰამილტონი არის ძალიან ცნობილი მიუზიკლი მირანდასი თანამედროვე. ეს უნდა ამერიკანი. აა ეს ჩემბრალი. 9-8. სამართლო თამაშია. შემდეგი შეკითხვა. წინაურდით, კალა. აი ეს დააწინაურეთ, აი. ეს შენ უსმინე. ცხოველთა სამყაროს მეფესავით მამაცი მონარქი სახელს იმ ამერიკელ პრეზიდენტთან იზიარებს, რომელსაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი უკავშირდება. რამაც მისი გადადგომაც გამოიწვია. გადადგაო. ეგ არ გადადგა? ეგ გახვიტეს შეჩება. მოისმენ. მონარქი და გადავარდა. პრეზიდენტი. ბიჭ მე ეს მგონია რა. ცხოველთა სამყაროს მეფესავით მამაცი მონარქი. თქვენ დაწერეთ ახლა რა? ამერიკის პრეზიდენტი რომელიც გადადგა, ეგ მაგას ვერ ვიხსენებ. კი. ანუ არა, ეგ უნდა გაიხსენო. მეფე გაიხსენე? წელანაც მეორე დაგაკალდეთ. კაი, 3, არა, 2, 1 უნდა შემოატრიალოთ ახლა, ანუ არ გაქვთ. აჩი. რიჩარდ ლომგული, რიჩარდ ნიქსონი. რიჩარდ ლომგული და რიჩარდ ნიქსონი უოტერგეიტის სკანდალი უკავშირდება რიჩარდ ნიქსონს და გადადგომას. ლომგული ნამდვილად კი მეფე. სახელი ვერ გავუხსნა. ცხოველთა სამყაროს მეფესავით ან ლომივით. აუ, სახელბაზე. ლომგული. რამდენი შეკითხვა დარჩა? 1. ანგარიში გახდა 11-8 და ერთი კითხვა დაგვრჩა, რაც ნიშნავს, რომ წააგეთ მეგობრებო, სამწუხაროდ, მოიგეთ მეგობრებო, საბედნიეროდ. გილოცავთ ნახევარფინალში გადახვედით, აპლოდისმენტები. ეს ბოლოს დაკამგებელი ის იყო, მაგრამ ბოლო კითხვაც წავიკითხოთ, მოდი ვითამაშოთ. საპასუხო თამაშისთვის ანგარიში დავფიქსირებ მე. ხო. განმეორებთ ეგ. თბილისის თავზე წითელი დროშის ამფრიალებელი ეს მოღალატე ქართველი სახელს იზიარებს თბილისელ აი. ცნობილ რეჟისორთან, რომელიც სომხური წარმოშობისაა. არა? რაღაცა მაინც ვეღარ. ორჯონიკი და ფარაჯანოვი. ორჯონიკიძე და ფარაჯანოვი სწორია კი, სერგო ორჯონიკიძე, სერგო ფარაჯანოვი. ვა, ინტელექტის რაუნდმა გადაგვიწყვიტა თამაშში ბევრი რამე. მანამდე ერთი ქულა იყო სხვაობა წყვილებს შორის, 8-7 აჩი დამახარა წინ იყვნენ, იმიტომ რომ ორი რაუნდი ისე წაიღეს. რო გაგვეტარებინა ხელზაღლი მოგვიგებ. საფუნას აიღებდნენ უეჭვად. კი, რა ვერ მიხვდები ალბათობით. თქვენ რო მაღაზე მე ვიფიქრე რომ ეხლა შეიძლება და ხელზაღლი გეთქვათ მაგას და პირველზე და უკვე გახდებოდა 11-4. თარგმანი აუცილებლად შეიძლება ახლა თქვი კიდევ ასე მეშინ რომ ახლა რა მართავს. ხალხო, ძალიან დიდი მადლობა თამაში მონაწილეობისთვის. ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, ბოლო წამამდე დაძაბული. ეს აპლოდისმენტები თქვენ, მადლობა მხარდაჭერისთვის, მონაწილეობისთვის, ყველაფრისთვის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, თაროსთაობა, მაძიებელსაც უყურეთ, კომენტარებიც დაგვიტოვეთ. ჩვენი არხი სხვა პლატფორმებზეც გამოიწერეთ და მოკლედ ჩვენთან ერთად იყავით. დიდ მადლობას გადავუხდით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს და რომლებიც არიან PSP, რომლისგანაც საჩუქრები ეკუთვნით აჩის და მახარას, მომეცით საჩუქრები. PSP-სგან ეს სასაჩუქრე ჩანთები თქვენ, მეგობრებო. მადლობა. დიდი მადლობა. კიდე თითო ჩანთა გელოდებათ გასასვლელში. მადლობა დანკინს, რომლის ყავასაც ვაგემოვნებდით მთელი თამაშის განმავლობაში და კიდევ ერთი საჩუქრები ჩვენი მეგობრისგან, ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ხარდამჭერისგან, გამომცემლობა ინტელექტისგან, აი ეს ციგნები გადმოგეცემათ. ძალიან მაგრა ითამაშეს სხვადასხვა, ანუ მარტო წააგეს ფაქტობრივ ცოდნაში და ლოგიკაში მოგვიგეს ფაქტია. კი. ძალიან და რისკშიც. ხო.
ასევე აღნიშნოთ, რომ Click Production-ი ახორციელებდა ჩვენი შოუს გადაღებას და Heima Production-ი კი მუსიკალურად აფორმებდა. ჩვენ შემდეგ გადაცემაში შევხვდებით კლავაც იუთუბერებთან ერთად, დარწმუნებული ვარ, კლავაც საინტერესო თამაში გვექნება და აბა თქვენცით დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ მაძიებელს. ნადლობა ხალხი. ნადლობა. აუ არა და მეორე მინიშნება როგორ მომწონს. მახარა შემოვიდა და გააკეთებდა.